2 წლის წინ დავინტერესდი ფსიქოლოგიით. კერძოდ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიით და ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ჩემი პირველი მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში მაქვს, რომელიც არც თუ ისე შორს არის სოციალური ფსიქოლოგიისგან, ამიტომ მესօრე პროფესია გავაერთიანე, რამაც პირველი ნაყოფი სწორედ ამ პოდკასტის სახით გამოიღო. როდესაც სწავლას ვიწყებდი, რა თქმა უნდა, გაგონილი მქონდა განწყობის თეორიაზე, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონია თუ რა სიამოვნება მელოდა წინ. საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ის მეცნიერები, ვინც განწყობის თეორიას აცოცხლებს. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია მეცნიერება პრიორიტეტი აღარ არის სამწუხაროდ. ამიტომ ვეცდები რომ ამ პოდკასტში ხშირად დავუთმო დრო ამ თემას და მოვიწვიო მეცნიერები. და რა თქმა უნდა, პირველი სტუმარი უნდა ყოფილიყო ჩემი პროფესორი, ჩემი აღმზრდელი და მენტორი ბატონი ზურაბ ვახანია. მე ბატონი ზურას ხელში ვიზრდებოდი 5 წლიდან, იმიტომ რომ დამთავრებული მაქვს მისივე დაარსებული სკოლა. და ახლა 30 წლის შემდეგ ის კვლავ ჩემი პედაგოგია, ამჯერად მაგისტრატურაზე. ბატონი ზურა არის ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მეცნიერებს შორის ერთ-ერთი, ვინც განწყობის თეორიის სპეციალისტია და წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში. მისი წოდებები და საერთოდ საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე დამსახურებები იმდენია, რომ ერთი პოდკასტი არ მეყოფა ამ ყველაფრის ჩამოსათვლელად. ამიტომ ძალიან მოკლედ წარმოგიდგენთ, ბატონი ზურაბ ვახანია გახლავთ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. და სანამ საუბარს დავიწყებთ, აუცილებლად მინდა გადაგიხადოთ მადლობა ყველას დონაციისთვის და თქვენი მხარდაჭერისთვის. თქვენს მიერ ჩარიცხული თანხა მთლიანად მოხმარდება ამ პოდკასტის განვითარებას, ვისაც გსურთ მხარდაჭერა, დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ საუბარი. ბატონ ზურაბ, თქვენ გიცნობენ აკადემიურ წრეებში, მაგრამ მინდა რომ თქვენ შესახებ ჩემს მაყურებელს ცოტა მეტი მოუყვეთ, რომ უკეთესად გავაცნოთ თქვენი თავი. მოდით გითხარით, როდის და რატომ დაინტერესდით ფსიქოლოგიით და რატომ მაინც და მაინც განწყობის თეორიით? ფსიქოლოგია ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებდა. განსაკუთრებული მიდრეკილება მქონდა, რომ რაღაცა საუბარი თუ იყო, ან წიგნში თუ რაღაცას წავაწყდებოდი, მაშინ მთელი ყურადღებით იქით და ბავშვობიდან მიღებული რაღაც შთაბეჭდილებები, რაც უკავშირდება ფსიქოლოგიურ რაღაც საინტერესო ელფერებს, ხო, დღემდე მახსოვს. იმიტომ რომ ის აღმებეჭდა ისე მეხსიერებაში და იმას ვიყენებ ხოლმე როგორც მაგალითებს. მაგრამ ამ დროს უკვე მათემატიკის არა, მე ბავშვობაზე გეუბნები, როცა ჯერ კიდე სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ. სადმე თუ რაღაც ან ტელევიზორში მაშინ ძალიან მწირი იყო ტელევიზორის. მაგრამ სადმე თუ ყურს მოვკრავდი მაშინვე. და ეს ძალიან მკაფიო და ჩამოყალიბებული მიდრეკილების მაჩვენებელია. მე საინტერესო ფილმებია გადაღებული, დავუშვათ მუსიკოსებზე. და თქვათ მომავალი კომპოზიტორი. და ბავშვია, ოჯახში იზრდება, არავით არის მუსიკასთან არაფერი ის და ამ დროს ქუჩაში მიდის ოჯახი. მიდიან, ხო და ქუჩის მუსიკოსის დაკვრას მოკრა ბავშვმა ყური და უცებ ჩერდება ბავშვი ქუჩაში. და მიდის იმ მუსიკოსთან. და მთელი ყურადღებით უსმენს იმას მუსიკას. ესე იგი, რაღაცა შინაგანი თანდაყოლილი მიდრეკილება. ესე იგი, ასე შეიძლება აღმოვაჩინოთ. ძალიან ძლიერი როცა მიდრეკილება. ესე იგი, ჩვენი მოწოდება და ჩვენი მომავალი საქმიანობა ასე შეიძლება აღმოვაჩინოთ. მაგრამ თქვენ ეს არ არის ყოველთვის. ყველას არ აქვს ასე ჩამოყალიბებული ძლიერი რაღაც მიდრეკილება, მაგრამ ვისაც აქვს, ეს ვერანაირი გარემო ზემოქმედება ამას ვერ შეცვლის. მაგრამ თქვენ უნივერსიტეტში ჩააბარეთ მათემატიკის განხრით, ხო? კი, ეს ძირითადად ოჯახის ზეგავლენით იყო, მამაჩემი ცნობილი მსოფლიოში ცნობილი მათემატიკოსი იყო და თანაც მქონდა მათემატიკის ნიჭიც, იმიტომ რომ სკოლაშიც საუკეთესო ის ვიყავი მოსწავლე და მე სტუდენტობის დროს უმაღლეს შეფასებაზე ნაკლები არ მიმიღია, სახელობითი სტიპენდია მქონდა მათემატიკის ფაკულტეტზე და გამორჩეული სტუდენტი ვიყავი, დისერტაციაც კარგად დავიცავი და ყველაფერი, მაგრამ ეს არის რომ
ეს იყო მხოლოდ ერთგვარი ნიჭი, რომელიც სხვა შორის ძალიან განსაკუთრებული ძლიერი ნიჭი არ მქონია, მაგრამ საშუალო ნიჭი ვთქვათ. მაგრამ მე იქ თავს გზნობდი, რომ ეს არ არის ჩემი სამყარო. ყოველთვის მას ეგზნობდი თავს. რომ აი თითქოს ისეთ ადგილას რო იმყოფები, რომ აი ცუდად რო გზნობ თავს იმითი, რომ აი თითქოს არ არის შენი გარემო, ხო ხდები? ანუ სიამოვნებას ვერ იღებდით ჯერ ერთი სიამოვნება და მე აი თითქოს რაღაცას რო აკეთებ ისეთს რაც არ არის შენი და როგორც კი მე გადავედი ფსიქოლოგიაში და გადავედი რა თავიდანვე ვკითხულობდი წიგნებს რაღაცებს მაგრამ აი იმას რო წავიკითხავდი კარგი ფსიქოლოგის წიგნს იქ უკვე როგორც იტყვიან აი თევზი წყალშიო რო იტყვიან აი ისე გზნობდი თავს და განწყობის თეორიით როდის დაინტერესდით ყველა თეორიას მაშინ მეტნაკლებად შევისწავლე ყველა და მათ შორის ცხადია ხა ქართველი კაცის თეორიას როგორ არ შევისწავლიდი და მაშინვე დავწუნდი უკვე რომ ეს თეორია არის ყველაზე კარგი თეორია. სხვათა შორის სანამ ამ თეორიაზე დავიწყებთ საუბარს, მინდა მაყურებელს ვუთხრა რომ სიტყვა ცნება განწყობას ქართველთა ალბათ 99.9% არ იყენებს სწორი მნიშვნელობით. იქ სადაც თქვენ იყენებთ განწყობას, უნდა გამოიყენოთ განწყობილება. აი მაგალითად, როგორ განწყობაზე ხარ, ეს არასწორია. უნდა იკითხოთ, როგორ განწყობილებაზე ხარ, ან როგორ გუნება განწყობილებაზე, ან როგორ გუნებაზე, იმიტომ რომ განწყობა არ ცნობიერდება. და განწყობილება მაგალითად სევდიანი, ნეგატიური დადებითი უარყოფითი ეს გაცნობიერებადია. ამიტომ ეს უნდა დავიმახსოვროთ. დღევანდელი პოდკასტის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ნაყოფი შეიძლება ამან გამოიღოს, რომ გახსოვდეთ განწყობა, არა, განწყობილება. და მაინც ბატონ ზურა, განწყობაზე როცა საუბრობთ და განწყობის თეორიაზე, ერთი პოდკასტი კი არა, ალბათ აი მთელი პოდკასტების ციკლი არ ეყოფა იმის ახსნას თუ რა არის განწყობის თეორია, მაგრამ იქნებ მაინც შევძლოთ და ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რა არის განწყობა. ძალიან საინტერესოა ჯერ შესავალი ვიტყვი იმას რომ განწყობის თეორია ფარულად ჩაქსოვილია ქართულ ენაში. ამაზე ჩვენს ცნობილ ფსიქოლოგს ბატონ ალექსანდრე ფრანგიშვილს გამოკვლევა ჰქონდა პირველი და მე ბოლომდე მივიყვანე და გამოქვეყნებულიც არის ეს ჩემი გამოკვლევა მაშინ და მე მხოლოდ ქართულ ენოვან მეცნიერს უნდა შეექმნა განწყობის თეორია. ესე იგი თვითონ ქართული ენის გრამატიკაში, გრამატიკის სტრუქტურაში არის უკვე ფარულად ეს თეორია. და აი მაგალითად ვეფხისტყაოსანში გამოკვლეული არის სიტყვა გული, მისი ხმარების კონტექსტები და მისი მნიშვნელობის ელფერები, სხვა და სხვა შორის გული ქართულ ენაში არის უაღრესად გავრცელებული, ესე იგი უამრავ სიტყვაში ხდება გულმხურვალე და გულთბილი და გულცივი და გულან ასე შემდეგ. ხო და აი ეს გული ვეფხისტყაოსანში როგორც არის, ხო იქ უმრავლეს შემთხვევაში იგულისხმება თითქოს განწყობა. და ამიტომ ეს მოვიდა უკვე ეს მომწიფდა რაღაცნაირად რომ აი მე-20 საუკუნეში უკვე ქართველმა ფსიქოლოგმა რაღაცნაირად გააცნობიერა და ჩამოაყალიბა თეორიის სახით. მაგისტრატემ თვითონ განწყობის ცნება მარტივად ძალიან რო განმარტოთ, მაგრამ ეს არაზუსტი განმარტებაა, იმიტომ რომ მარტივი ვერ იქნება ზუსტი. ეს არის ინდივიდის ყოველგვარი მოქმედების წინასწარი მზაობის მდგომარეობა. თავარი აქ არის ის, რომ არც ერთი მოქმედება და არც ერთი განცდა არ იქნება წინასწარი განწყობის გარეშე, არ მოხდება. მოქმედებს არა უბრალოდ ინდივიდი, არამედ ყოველთვის მოქმედებს რაღაცნაირად განწყობილი ინდივიდი. და ეს განწყობა არ განიცდება, არ ცნობიერდება. მაგრამ მაინც აღძრავს და მერე წარმართავს მოქმედებას. აი მაგალითი რომ ხო და მზაობა შეიძლება იყოს, კი არა მზაობა მრავალნაირი არის ცნობიერი მზაობა. აი მაგალითად მე რომ განზრახვა მაქვს რაღაცის ხო არის მზაობა ეს, მზათა ვარ რაღაცისთვის განზრახვა მაქვს, ან გეგმა დავაწყე რაღაცა,
ან მოლოდინი რაღაცა ეს ყველაფერი და მრავალია კიდე სხვა, ესე იგი ცნობიერი, მაგრამ ეს არც ერთი არ არის განწყობა. ეს ყველა არის განწყობის შეიძლება გამოვლინებები, მაგრამ თვითონ ესენი არის ცნობიერი. და განწყობა არის არაცნობიერი. აი ახლა მაგალითი. აი აქ მაგალითად მაგიდაზე დევს სამი ნივთი. ეს არის სქელი ჟურნალია და ეს ორი არის ცარიელი საქაღალდე. ეს ჩავიც, ცარიელი საქაღალდე. ხო. მე სალომეს ვესაუბრები და დამჭირდა დავუშვათ ჟურნალი, რომ ავიღო და გადავშალო, ხო? წამოვიღე ხელი. და შეცდომით, აი სალომესკენ ვიცქირები მე და აქ ვერ ხედავ აქ იმას და ხელი წამოვავლე ჟურნალის მაგივრად ამას, საქაღალდეს. და ავწიე. და ეს აწევა იქნება ისეთი ძლიერი ძალით, რომ მოვირტყამ თითქმის ხო. რატომ ახლა გითხარ? გამოცდა. იმიტომ რომ მე ვიყავი განწყობილი ჟურნალის ასაწევად. ისე რომ არც კი იცოდი შენ რომ განწყობილი ხარ? არც კი ვიცოდი, იმიტომ რომ შენი კუნთები უკვე იყო რაღაცნაირად მომართული და მე ხო დაახლოებით ვიცი ჟურნალი რა. იცი არა, იცი ცნობიერია, არა. არა, მე ხო ვიცი ჟურნალი რა წონისაა. იცი არ არის სწორი ტერმინი. მე ჟურნალი რა წონისაა. შენ არა, მე ცნობიერება. აჰა. კარგი. აი სწორედ შენ გაქვს შენახული კუნთურ მოტორული სქემა. როგორ უნდა ავწიო იმის აღხების სქემა. ოღონდ ჟურნალის აღების. ხო და მაგას ვამბობ, ჟურნალი ხო ისედაც უფრო მძიმეა ვიდრე საქაღალდე. ისე კი არა საკმაოდ მძიმეა და ამის აწევა ესე საკმაოდ მძიმეა. მე მომართული ვარ, ასე ვთქვათ, რომ მძიმე უნდა ავწიო. ხო, შენ არა, შენი კუნთები. შენი კუნთები. ჩემი კუნთები მომართულია, რომ უნდა აწიოს რაღაც უფრო მძიმე. და შესაბამისად საქაღალდეს აწევს ზუსტად ისე, როგორც აწევდა ჟურნალს. და ამიტომ ეს საქაღალდე არის ბევრად უფრო მსუბუქი, მაგრამ ის ძალისხმევა ის ძალისხმევა თან აფრენს, იმიტომ რომ უფრო მეტად განიცდება, ხო? უფრო მძიმედ. არა, იმიტომ რომ არა, როგორ განიცდება სულ ერთია. კუნთის ის მოძრაობა ამისთვის არის მეტისმეტი და მეტისმეტი და შესაბამისად მომხვდება ამ ადგილას. ხო. აი ეს არის კლასიკური ექსპერიმენტი, რომელიც უზნაძემდე ცნობილი იყო, მაგრამ ვერ ახსნეს. უზნაძემ რა თქმა უნდა დაინტერესდა ამ ექსპერიმენტით და მერეა ეს კი არა იმდენნაირი ექსპერიმენტი შექმნა მან და იმდენი ის რომ უკვე ბოლომდე გაარკვია ეგ საკითხიც და ბევრი სხვაც. და ეს ეხლა საქაღალდეებზე რო გავაკეთეთ, როგორ განზოგადდება სხვა ნებისმიერ ქცევაზე? აი როგორ ნამწუჩი ჩემი კუნთები იყო წინასწარი მზაობის მდგომარეობაში, ყველაფერი ასე არის. ვერც ერთ წინადადებას ვერ წარმოთქვამ შენ, ყველაფერს წინასწარ აქვს უკვე შენი მთლიანი შენი ფსიქოფიზიკური ინდივიდის მდგომარეობა არის უკვე მომზადებული. ყველანაირი აქტივობისთვის. იქნება ეს მეტყველება, აზროვნება, ადამიანებთან ურთიერთობა, ყველაფერი. ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორი განწყობაც აქვს ადამიანს, ისე აღიქვამს აღქმაც კი, აღქმაც არაფერი აღქმა არ მოხდება თუ ისიც უკვე რაღაცნაირი განწყობით ხდება ყველანაირი აღქმა. ანუ არ არსებობს ობიექტური აღქმა. არა. ყველა ადამიანი სამყაროს აღიქვამს თავისი განწყობით. სუბიექტურად. მაგრამ აქ თავარი ის არის. მარტო ადამიანი არა, ეს ყველაფერი ცხოველებზეც ვრცელდება. ყველა ცოცხალი არა, მცენარე არა. ყველა სულიერი ასე მოქმედებს. ყველა სულიერი არსების ქცევის საფუძველი არის განწყობა. მაგრამ აქ თავარი არის ის, რომ როდესაც ჩვენ გვეცოდინება აი განწყობის თეორიის აი ეს კანონზომიერება მარტო ეს არა მრავალი სხვა. რა მრავალი, მაგრამ ჩვენ ისიც გვეცოდინება რა შედეგები მოყვება ამას და რატომ არის ეს, რატომ შეიძლება იყოს ეს ჩვენთვის უარყოფითი და არ შეუწყოს ხელი, ხო, არ შეუწყოს ხელი ჩვენს თუნდაც რაღაც წარმატებას, ადაპტაციას გარემოში და ასე შემდეგ. და დადებითიც რატომ შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა.
და მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დიმიტრი უზნაძე იყო ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი, ვინც დაარსა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხო, 1918 წელს. დამაარსებლებს შორის იყო და მე ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა და ის იყო ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. შემდეგ 27 წელი იყო, ხო, როდესაც 1927 წელი დაარსა ფსიქოლოგთა საზოგადოება. ეს საზოგადოება იყო პირველი, ხო, საბჭოთა კავშირში. კი, და მსოფლიოშიც ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგთა საზოგადოება. არასამთავრობო ორგანიზაცია მაშინდელი. მაგრამ დღეს ეს საზოგადოება დაფინანსების გარეშეა, ხო? კი, მაგრამ რამდენიმე გრანტი ჰქონდა და ეს ჟურნალიც ერთ-ერთი კონფერენციის საფუძველზე გამოვეცით, მაშ საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის გამოცემულია და საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, ეს ტრადიციული ჩვენი ჟურნალია, რომელიც გამოიცემოდა კომუნისტების დროს წელიწადში ხან 4, ხან 6, ხან ნომერი და ახლა რამდენიმე წელიწადში ერთ ძლივს, როცა თანხას ვიშოვით, ძლივს გამოვცემთ. ანუ თანხაში რაღაც მცირე გრანტები გულისხმება, ხო? ხო, რაღაცნაირად, აბა რა ვქნათ, როგორ გამოვცეთ აბა. ასე რომ ეს საზოგადოება არსებობს კიდევ და 2 წლის მერე 100 წლის თავი იქნება ამ საზოგადოების 2 წელიწადში? ო, ნუ 27. ხო, 27. და ასევე დიმიტრი უზნაძეს კვლევითი ინსტიტუტიც არსებობდა, დღესაც იდეაში არსებობს, თუმცა არც ფუნქციონირებს და ის შენობა სოლოლაკში, უზნაძის კვლევითი ინსტიტუტი ნახევრად დანგრეულია, ხო? ხო, ქართული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მსოფლიო კულტურაში ეს არის დიმიტრი უზნაძეელი განწყობის თეორია. ერთ-ერთი ყველაზე მეტად აღიარებული იყო და ასე შემდეგ. და რატომ არის ასეთი? მაინდა-მაინც ეს ინსტიტუტი არის დაახურული. როდის აიხურა? ეს დაიხურა ნაციონალების ხელისუფლების დროს პოლიტიკური ანგარიშწორების გამო. ამის მერე ჩვენ ეს ქართული ოცნების ხელისუფლების დროს სასამართლო მოვიგეთ თანამშრომლების ნაწილმა გავასაჩივრეთ ეს და სასამართლოს გადაწყვეტილება გვაქვს რომ უკანონო იყო ეს რაც მოხდა. რამდენჯერმე შეტყვირდა მე ხელისუფლება სამინისტრო რომ აღდგებოდა ეს ინსტიტუტი, მაგრამ რამდენი წელი არის გასული და არაფერი არ იცვლება. და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი განწყობის თეორია მსოფლიო ფსიქოლოგიისთვის? მნიშვნელოვანია რატომ? იმიტომ რომ მსოფლიო ფსიქოლოგიაში არის 1 5, 6, 7 ისეთი გადაუჭრელი რაღაცა შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც ვერ ხერხდება იქ ლოგიკურად, რომ რაღაცა დაალაგო. მაგალითად? მაგალითად, ჩვენ ვისაუბრეთ ნიჭზე, ხო ვახსენე მე და მიდრეკილებაზე, ხო? და ესე იგი თანდაყოლილია თავარი ის თუ შეძენილია. ესე იგი გარემოა მთავარი თუ შინაგანი ადამიანის თქვათ. ეგ არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა შუა საუკუნეებიდან მოდის ეს პრობლემა და არის თეორიები, ზოგი თეორია ამბობს რომ ის არის მთავარი თანდაყოლილი, ზოგი ამბობს რომ ის არის გარემო და შეძენილი და დასწავლილია მთავარი, ზოგი ამბობს რომ ორივე თანაბრად მთავარია, მაგრამ ვერ ხერხდება ამ ორი საწყისის ლოგიკურად რაღაცნაირად მოგვარება, მაინც როგორ ხდება განვითარება. ეს ორი კარგი თანაბარად მნიშვნელოვანია, თუნდაც დაუშვით, ხო? მაგრამ მე განვითარებაში ეს ორი როგორ შედის ერთმანეთთან, როგორ ვერ ხერხდება ეს. ერთადერთი განწყობის თეორია, რომელიც მშვენივრად ლოგიკურად თავთავის ადგილზე აალაგებს ერთსაც მეორესაც, რომ ესე იგი გარემოც მნიშვნელოვანია რა შემთხვევაში როგორ და ასე შემდეგ ყველაფერი ირკვევა. როდის არის ერთი მნიშვნელოვანი, რაში არის მნიშვნელოვანი, რაში მეორე და ასე შემდეგ. ასევე თქვათ ცნობიერები და ცნობიერება თუ არაცნობიერი მეორე დააპირისპირება თქვათ, ასევე გადაულახავია ეს სიტუაციური ფაქტორები თუ დისპოზიციური ფაქტორები, ესეც და ასე შემდეგ, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცა საწყისები, რომელიც ვერაფრით ვერ
ისა ვერაფრით ვერ თავსდება ერთმანეთთან. მხოლოდ განწყობის თეორიაშია შესაძლებელი ეს ყველაფერი კარგად, ლოგიკურად დაალაგდეს და ორივე იქნეს გათვალისწინებული. ანუ ყველაფრის მომცველი თეორია ასე რომ. ხო და მეორე კიდე აი რაც ახლა შენ თქვი რომ ეს არის ერთადერთი თეორია რომელიც ერთი და იგივე თეორიული საფუძვლით მუშაობს წარმატებით ფსიქოლოგიის ყველა დარგში. თქვათ სოციალურ ფსიქოლოგიაში, პიროვნების ფსიქოლოგიაში, განათლების ფსიქოლოგიაში, სამედიცინო და ასე შემდეგ და ასე ესე იგი ფსიქოლოგიის კერძო დარგებში იურიდიულ ფსიქოლოგია გინდა, აი რომელიც გინდა, ხო, ყველა დარგში რაღაც ახალს იტყვის. რაღაცა საინტერესოს იტყვის ეს თეორია. ესე იგი ეგ არის ნამდვილი ზოგადფსიქოლოგიური თეორია. და ასეთი სხვა არ არის არც ერთი. ნუ 1-2 არის რომელიც რამდენიმე დარგში მუშაობს ასე წარმატებით, მაგრამ აი ასე როგორც განწყობის თეორია სხვა არც ერთი არ არის. არა და ქვეყნის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია იყოს განვითარებული იმ ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში თითქოს საერთოდ არ ექცევა ამას ყურადღება. ნუ რაღაცა კერძო რაღაცა მოძრაობები არის რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ხო საუბარია განსაკუთრებით მძიმედ ეს განათლების სისტემაზე აისახება, იგი სრულებით არ არის არავითარი ფსიქოლოგიის იქ ნიშანწალი. გარდა ჩემი ხო რა თქმა უნდა აქტიური მზაობის მეთოდიკა და იმ სკოლა რომელიც შენ დაამთავრე ჩემი საავტორო სკოლა, იქ იყო რა თქმა უნდა ის მთლიანად ეფუძნებოდა ფსიქოლოგიას და განწყობის თეორიას და შედეგები იცი შენ შედეგები ვიცით და საინტერესო სხვათა შორის აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ თქვენი სახელმძღვანელო ბატონ ზურაბს აქვს დაწერილი სახელმძღვანელოები სკოლის მოსწავლეებისთვის რამდენ საგანში ნუ ქართული ენა მათემატიკა 25-ზე მეტი სახელმძღვანელო არის 25-ზე მეტი სახელმძღვანელოა და სხვადასხვა კლასისა და სხვადასხვა დარგის ახლა ხო უკვე შეიძლება რომ მასწავლებელმა თვითონ აირჩიოს რა სახელმძღვანელოთი ასწავლოს კი ზოგი მასწავლებელი ირჩევს და ასწავლის კიდევაც მაგრამ ძალიან იყიდება ჩვეულებრივად აი სადაც არის საბითუმო ისინი წიგნების არის ხოლმე ჩემი წიგნები იქ მაგრამ ნუ რაღაცა ეხა იმდენად ცუდი სისტემაა სასკოლო და უმაღლეს განათლებაშიც რომ იქ რაიმეს კარგად გაკეთება არ ვიცი თვითონ სისტემაა სააშინელი ყველაფერს რო ან მაგაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ თუ გაინტერესებთ ზოგადად ჩვენ რა კითხვასაც ვსვამ ახლა ეს თითო კითხვა არის ცალკე პოდკასტის თემა მაგრამ რადგან დღეს მინდოდა თქვენთვის წარმომედგინა ბატონ ზურა აი რაღაცნაირად ვეცადეთ რომ ამ ერთ პოდკასტში მოგვეცვა ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხები და მათ შორის ერთ-ერთი არის აი ეს პიროვნული განვითარება, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, 1000 ტრენინგი არსებობს, 1000 ვორქშოპი არსებობს და ამ დროს ასე გვაქვს გამზადებული განწყობის თეორია, რომელსაც ყველაზე საფუძვლიანად აქვს დამუშავებული ის ცნებები, რაც პიროვნული განვითარების საფუძველია. ეს არის ნებისყოფა და ფუნქციონალური ტენდენცია. აი, ნებისყოფაზე და ფუნქციონალურ ტენდენციაზე თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ. პრაქტიკულად ყველა მასწავლებელმა, ყველა აღმზრდელმა იცის პრაქტიკული გამოცდილებიდან რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისყოფა. ხო და აი უცნაურია ის რომ პრაქტიკულად ეს იცის ყველამ, მაგრამ არც ერთ ფსიქოლოგიურ თეორიაში ნებისყოფის ცნება არ არის დაამუშავებული. მხოლოდ განწყობის თეორიაშია მხოლოდ და ეს დაამუშავა, ნუ დიმიტრი უზნაძემ დაიწყო და მე მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ შალვა ჩხარტიშვილმა და დღეს გვაქვს უკვე მწყობრი თეორია ნებისყოფისა. არც იუნგთან არის, არც მოსკლოუსთან. აი ეს უდიდეს ფსიქოლოგი, აი ჩემი საყვარელი მასწავლებლები ასე თქვა დაუსწრებელი ვისი წიგნებითაც მე ეს არის თქვა იუნგი, ფრომი, მასლოუ გინდა პიაჟე კიდევ თქვათ, ხო, ეს უდიდესი ფსიქოლოგები, ხო? და არ არის ეს ცნება. იმიტომ რომ იმდენად ეს ცნება მათთვის მოუხელთებელია და მართლა ძალიან რთული ცნებაა და ვერ შეძლეს რაღაცა და განწყობის თეორიაში გვაქვს ეს ცნება მშვენივრად კარგად დამუშავებული. ასევე ფუნქციონალური ტენდენციაც, რომელიც მერე მისი ერთ-ერთი კერძო სახეობაა ძალიან პოპულარული ცნება თვითგანხორციელება. მაგრამ საქმე ისაა, რომ თვითგანხორციელება არის კერძო,
და თურმე ფუნქციონალური ტენდენციის გამოა ეს თვითგანხორციელება და ფუნქციონალური ტენდენცია ზოგადი ცნება, რომელიც ახასიათებს ყველა სულიერს, მათ შორის ცხოველებსაც. არა მარტო ადამიანს და ცნობიერება სულ არ არის იმისთვის საჭირო. და რა არის ფუნქციონალური ტენდენცია? ფუნქციონალური ტენდენცია ეს არის დიმიტრი უზნაძის მიერ აღმოჩენილი ცნება, უაღრესად მნიშვნელოვანი. და ერთ-ერთი პირველი ბიძგი, მან რო ეს აღმოაჩინა, იყო ჩვეულებრივი ამბავი, აი ჩვენ მიჩვეული რასაც ვართ, ხო, ყოველდღიურად ის აღარ გვიკვირს, ეს ადამიანის ბუნება ასეთია და აი ყველა მეცნიერული აღმოჩენა, პლატონმა თქვა ჯერ კიდე რომ ყველა დიდი აღმოჩენა იწყება გააკვირვებით ჯერ. ანუ ესე იგი მეცნიერი სხვანაირი გონება აქვს, რა თქმა უნდა და მეცნიერი გაიკვირვებს იმას, რაც ხებს არ უკვირთ, იმიტომ რომ მიჩვეული არიან და გონიათ რომ იციან. და ამის კლასიკური მაგალითია ვთქვათ, არქიმედეს გაუკვირდა რომ რატო ხდება რომ აბაზანაში რო წვევი, რატო ხდება რომ წყალი მაღლა აიწევა ვთქვათ. ხო? ყველა ხედავდა ამას, მაგრამ რა ამერე. ხო და აი მან გაიკვირვა და აღმოაჩინა ნიუტონს გაიკვირვა ნიუტონმა რატო ვარდება ვაშლი და აღმოაჩინა ფიზიკის უდიდესი კანონი, მსოფლიო მიზიდულობის კანონი. დიმიტრი უზნაძემ გაიკვირვა როგორ ხდება რომ იბადება გინდა ცხოველი და გინდა ბავშვი. როგორ ხდება ეს მაინც? რატომ არის ახლა ეს პრობლემა? იმიტომ არის რომ მას ჩანასახი ყოველ შემთხვევაში 9 კი არა უკვე 6 და 5 თვის ასაკში უკვე ინდივიდია რას ნიშნავს რომ ინდივიდია იმას აქვს უკვე მოტორიკა აქვს განცდები აქვს სმენა აქვს რაღაც დონეზე და მოქმედებს ის ანუ ინდივიდია ის უკვე ხო დაბადება ეს არის ძალიან უმძიმესი ქცევა ესა და მთელი თეორია მე იმისი გროფის თეორიაა რომ აი დაბადების პროცესში რაღაცა რო ხდება ის მე როგორ ახდენს ზეგავლენას ხასიათის ჩამოყალიბება და რაღაც მოკლედ ეს არის ძალიან რთული ქცევა რომელიც ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდება ხო ესე იგი იმაში დედის მუცელში 64-ისებრ მდგომარეობაში მყოფი ინდივიდი უცებ იწყებს რაღაც საშინელ რისკიან უმძიმეს ქცევას თვითონ იწყებს ის თვითონ ჯანმრთელი ინდივიდი თვითონ იბადება და თუ კი მას საკეის რო დასჭირდა ანუ გარე დახმარება ეს არა ჯანსაღი მდგომარეობა ისევე როგორც ჯანსაღი წიწილა შიგნიდან ტეხავს კვერცხის ნაჭუჭს და თვითონ გამოდის და აი სუსტი წიწილა თუ არის ის მერე კრუხი ტეხავს ხოლმე იმას მას თვითონ იწყებს ინდივიდი რაღაც უმძიმეს ურთულეს რისკიან ქცევას. რატომ? აი შეკითხვა არის გააკვირვება, რატომ იწყებს ამას? როდესაც იქ არის 64-ისებრ უზრუნელ მდგომარეობაში. აი როგორც ადამი და ევა იყვნენ წყალკოთში. იმიტომ რომ ვერ ისვენებს. ხო, აი რაღაცა არასვენებს უკვე, რა არასვენებს, რომ უკვე ესე იგი მომწიფებულია რაღაცა და შემდგომ შემდგომი განვითარება აღარ იქნება. ნუ ფსიქოფიზიკური. ამბობენ ხოლმე რომ ვეღარ დაეტევაო და რაღაცაო და ეგ სულ არის უაზრო არგუმენტი, რა ვერ დაეტევა, კაცო. დედის მუცელში 4 ტყუპი ეტევა ხოლმე და ახლა რამხელა უნდა გაიზარდოს ის ერთი ჩანასახი რომ ვეღარ დაეტიოს, კიდე დაეტევა, ერთი წელი კიდე დაეტევა იქა. და არაფერი მშვენივრად იგრძნობს იქ თავს. მაგრამ სამაგიეროდ ვერ განვითარდება. იმიტომ რომ რა განვითარებაც შეიძლებოდა იმ 9 თვეში უკვე განვითარდა ის ყველაფერი და აი უკვე მომწიფდა განვითარდა და უკვე შემდგომი განვითარება იქ შეუძლებელია. მაგრამ აუცილებლად უნდა განვითარდეს და ესე იგი მას აი ეს არის, მას მიდრეკილება, შინაგანი მიდრეკილება რაღაც განვითარებისკენ შემდგომი განვითარებისკენ აი ეს მოუსვენრობა რაღაცა აი ეს არის თანაც დიმიტრი უზნაძემ უფრო მეტი აღმოაჩინა რომ ეს მთლიანი ინდივიდსაც ეხება ეს მაგრამ მის ყოველ ცალკეულ ძალასაც იგივე აი ცალკე მხედველობა მთლიანი ინდივიდი კი არა აი ცალკე მხედველობა ასევე მოითხოვს აქტიურობას ცალკე სმენა ცალკე მეტყველება, ცალკე აზროვნება, ეს კი რაც კი ჩვენ გვაქვს, უნარი თანდაყოლილი. ის ყველა მარტო შესაძლებლობა კი არ არის. იმას აქვს აქტიურობის მუხტი.
აი ის მოითხოვს რომ გააქტიურდეს და იმოქმედოს. თუ არა და ჩააკვდება. აი ეს არის სიცოცხლე, ესე იგი მუზეუმში ვერ შეინახავ. სიცოცხლე ან აქტიურობს და წინ მიდის, ან კვდება. ნუ გადაგვარდება და ესა. ხო და აი ეს აღმოაჩინა, უდიდესი აღმოჩენაა ეს რომ მაშ რა თელ მეცნიერებას თითქმის დღეს მიაჩნია რომ რა სიცოცხლის ბუნება არის თვითშენახვა და სახეობის შენახვა და ამაზეა თითქოს რომ კარგად მოერგოს და კარგია არა თურმე ეს თვითშენახვა არის აბა თავი თუ არ შეინახე განვითარება როგორ იქნება მაგრამ არ არის თურმე მთავარი თვითშენახვა საფუძველი არის მთავარი ნუ პირველი საფუძველი მაგრამ აი არ არის მთავარი ის თვითშენახვა იმისთვის არის რომ მე მოხდეს განვითარება და აი ეს განვითარება არის მთავარი აი ამისთვის არის სიცოცხლის ბუნება არის ეს რომ უნდა განვითარდეს და ამას ბოლომდე თუ მივიყვანთ უკვე აღმოჩნდება რომ აი ბიოლოგიაშიც გადადის ეს მერე აღმოჩნდება რაოდენ ცდარია თელი ეს დარვინიზმი რა არავით არის მსგავსი არ არის სინამდვილეში. ნუ ეხლა ეგ სუცალკე თემა შეიძლება მაგაზე ცალკე ვისაუბროთ. ცალკე ვიცაუბროთ ხო მაგაზე. ხო. და ნებისყოფა, მაგრამ ერთი წამით ნებისყოფამდე ეს ყველაფერი ხდება გაუცნობიერებლად. ხო, რა თქმა უნდა. ეს პირდაპირ შიგნიდან მოდის აი ესე მოითხოვს იმას. და ნებისყოფა უკვე ცნობიერი. ხო და აქ მთელი განწყობის თეორიის მთელი ხიბლი ის არის რომ თვითონ განწყობა კი არ ცნობიერდება, მაგრამ ადამიანს თავისი ცნობიერებით შეუძლია ჩაერიოს განწყობაში და საკუთარი სურვილის მიხედვით მიმართოს განწყობა იქით, სადაც მას უნდა. სურვილის, ცნობიერი გეგმის, ცნობიერი განზრახვის, კი. ესე იგი, ჩვენ ხო ვთქვით, რომ არც ერთი მოქმედება არ იქნება თუ არ არის წინასწარი მგზავრობის მდგომარეობა, რომელსაც განწყობა, ოღონდ არაცნობიერია ის და ანუ არაცნობიერი მართავს ცნობიერებას. და მაშინ გამოდის რომ რა ჩვენი ცნობიერება რაღაცა, ხო, მაგრამ თურმე ცნობიერებას ქონია იმის გზა და საშუალება რომ ჩაერიოს, როგორ უშუალოდ ვერ ჩაერევა. ქცევაში უშუალოდ ვერ უშუალობის პოსტულატი იყო პირველი ერთ-ერთი თეორიული საკითხი, რომელიც დიმიტრი უზნაძემ გააკრიტიკა. უშუალობის პოსტულატი რას ნიშნავს? რომ თქვათ, აი ერთი მაგალითი, რომ ჩემი ცნობიერი მეობა მართავს ქცევას და ასე გონია ყველას და ყველა თეორიას ასე გონია. აი ფროიდი იყო ერთ-ერთი პირველ აღმომჩენი არაცნობიერისა და მას ეგონია ფროიდსაც რომ ქცევა არის ცნობიერი მეობის, ანუ ეგოს ხელშია და ეგო მართავს თითქოს და აი გულუბრყილოთ ჩვენც მასე ყოველდღიური მითი მასე გონია რომ აი მე რაღაცა ვიგრძენი შიშიაერი თუ გეგმა მაქვს თუ რაღაცა და მე ის მართავს ქცევას და არ არის თურმე მასე ეს ჩვენ გვეჩვენება რატომ იმიტომ რომ არაცნობიერია განწყობა და არ განიცდება ისევე როგორც მე ვერანაირად ვერ განვიცდი იმას რომ თურმე ჩემი კუნთები ყოფილა მომზადებული რაღაცნაირად რომ ამეღო აი ეს ხო აი არანაირ განცდაში ეს მე ხო არ ვიცი და ვერც ვერასდროს მეწოდინება რომ ჩემი კუნთები რაღაცნაირ ხო და იგივეა ასე იგი არც ერთი მოქმედება არ იქნება იმ არაცნობიერი განწყობის გარეშე და ცნობიერებას კი გონია რომ აი რაღაც გეგმა მაქვს გრძნობა მაქვს შიში იქნება თუ სიხარული თუ რაღაცა და იმითი მოქმედებ არ მოქმედებ იმითი ცნობიერება ჯერ განწყობა აი უშუალოდ არ არის ესა ესე იგი ცნობიერმა მეობამ ჯერ განწყობაზე უნდა იმოქმედოს და განწყობას შეცვალოს და მე ის განწყობა მოქმედებს მაინც ქცევა არის მიბმული განწყობაზე მაინც და არა ცნობიერებაზე ვერასდროს ვერ იქნება და ეს ძალა სწორედ რომ ცნობიერება ჩაერიოს განწყობაში ეს არის ჯერ ობიექტივაცია გააზრება გაცნობიერება და მერე რომ ეს გადავიდეს უკვე მოქმედებაში ეს არის ნებისყოფა რომელიც ნებელობის პროცესში ხდება მისი აქტუალიზაცია კი ბატონო, ახლა ვისაუბროთ თუ შეიძლება განწყობის მახასიათებლებზე, თვისებებზე. რა თვისებები აქვს განწყობას და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ცხოვრებაში? განწყობას აქვს 4 ძირითადი თვისება. პირველი და მთავარი თვისება ეს არის მიკერძოება. და ეს არის ყველაზე უფრო ღრმა და
ძნელად გადასალახავი თვისება განწყობისა. რას ნიშნავს მიკერძოება? რომ რისთვის არსებობს დიმიტრი უზნაძემ ეს საკითხის დაამუშავა. რა საჭირო იყო საზოგადოებრივ ეს განწყობა? აი ბუნებაში რომ არსებობს განწყობა და ღმერთმა შექმნა თუ რაღაცა, ფაქტია რომ არსებობს, ხო და რა საჭირო იყო? და აი მას განწყობის დანიშნულება არის ის რომ ქცევა იყოს მიზანშეწონილი. და სწორედ მიზანშეწონილება იყო ის, რომ აი სხვა ფსიქოლოგიური თეორიები ვერ ხსნიდნენ ამას. რომ როგორ არის რომ მიზანშეწონილია, აი განწყობის თეორიამ ეს ახსნა რითი რომ აი განწყობა. მაგრამ ახლა დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს მიზანშეწონილება? მიზანშეწონილება ნიშნავს, რომ იმ წუთში რაც არის აქტუალური მოთხოვნილება, ის კარგად დააკმაყოფილდეს. ესე იგი და განწყობის პირველი მთავარი ფაქტორი არის მოთხოვნილება. მაშინ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის, აი მარტივად რო ვთქვათ რა და ცოტა გაუხეშებით, განწყობა არის იმისთვის, რომ სწრაფად და კარგად დააკმაყოფილოს მოთხოვნილება. კარგი. ესე იგი მოთხოვნილება არის მთავარი. დანარჩენი ყველაფერი აუცილებლად დაიჭრილება და გადადის ფონში. აი უკვე მიკერძოებაა ეს. მაშინ და მე ფიგურა შექმნა მოთხოვნილებამ, დანარჩენი ყველაფერი გადავიდა ფონში. აღქმაშიც ასეა. ადამიანი აღიქვამს და ყურადღების ფოკუსში ექცევა ის, რაც უკავშირდება მის მოთხოვნილებას. სხვა ყველაფერს ვერ აღიქვამს. ხო, მოთხოვნილებას უკავშირდება ან ისე რომ დაკმაყოფილებას უწყობს ხელს, ან პირიქით უშლის ხელს. ანუ მოთხოვნილებასთან მიმართებაში ხედავს ყველაფერს. და ერთი და იგივე გარემოა ზუსტად ორი ადამიანია. თქვათ ან იგივე ადამიანი სხვა დროს შემოვიდა იმავე ადგილას, ხო? და უცებ სხვანაირად ხედავს, იმიტომ რომ შემოვიდა სხვა მოთხოვნილებით. ხო, მოკლედ აღქმაც კი ასეთია და მით უმეტეს ყველაფერი ასეთია. მიკერძოებული რისკენ? მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ და ეს ასე იქნება, ბუნება ასეა. განწყობის ბუნება? განწყობის კი არა, სიცოცხლის ბუნება ასეთია. და ცხოველი სამუდამოდ და ყოველთვის ასეთია. სულ მოქმედეს და პატარა ბავშვიც. რომ აი ის წუთიერი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, სხვა არაფერი. ეს მოთხოვნილება შეიძლება ძალიან მაღალი დონის მოთხოვნილება იყოს. მაგალითად, სხვა ადამიანზე ზრუნვის მოთხოვნილება ძალიან მაღალზნეობრივია, მაგრამ მაინც მოთხოვნილებაა ეს. და ამ მოთხოვნილებამ შეიძლება ძალიან მაღალზნეობრივი და გმირული ქცევა გაანახორციელებინოს ადამიანს, მაგრამ ისევ და ისევ ეს არის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. და ეს არის ბოლომდე მიკერძოებული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. თუმცა მე ვიმეორებ, რომ აი ადამიანს განსხვავებით, ზრდასრულ ადამიანს განსხვავებით ცხოველისა და ბავშვისაგან აქვს იმის უნარი, რომ ცნობიერება ჩაერიოს განწყობაში და მაგ ხო ვთქვით, ეგ გააზრება და ნევების ყოფა და რა ეს ვთქვით. მაგრამ ბუნებრივად და სპონტანურად და იმპულსურად ყოველთვის მიკერძოებული იქნება ყველანაირი ქცევა, ყველანაირი აღქმა, ყველანაირი განცდა. ესე იგი თუ არ მოხდა კრიტიკული ჩარევა, თვით დაკვირვება, აუცილებლად იქნება მიკერძოებული. და კრიტიკული ჩარევა და მიკერძოებული მესკენ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ, ესე იგი მე და εμას ეწოდება ეგოცენტრიზმი, ესე იგი ეგო რო არის ცენტრში და სხვა ყველაფერი ფონში. და კრიტიკული ჩარევა ეგ არის კულტურა, აღზრდა კულტურა. ესე იგი ბუნება აუცილებლად მიკერძოებულად მოქმედებს. ასე უნდა იყოს. ასე უნდა იყოს და ყოველთვის ასე იქნება და ეგ ჯანსაღი მდგომარეობაა და სხვანაირი ვერ იქნება ვერც ერთი ისა სულიერი, მაგრამ ადამიანი მარტო ბუნების ხო არა, ადამიანი კულტურის შვილიც არის და კულტურა არის სწორედ იმისთვის, აი კულტურის მთავარი რა არის, რომ ესე იგი ბუნება დაახვეწოს, კერძოდ რითი, რომ აზროვნებით უნდა ჩაერიოს და ნებელობით მერე განახორციელოს. ის, რაც ცნობიერებას მიაჩნია უკვე და არა ის, რაც იმპულსურად მოდის. ეს პატარა ბავშვს არ შეუძლია. არ შეუძლია პატარა ბავშვს. ასევე და ასევე არ შეუძლია ბავშვის დონეზე დარჩენილ ზრდასრულ ადამიანს, რასაც ქვია ინფანტილიზმი, ქართულად ზუსტი სიტყვა გვაქვს უნდილობა.
უნდილი რას ნიშნავს ქართულად? უნდილის პირველი მნიშვნელობა იყო უმწიფარი ხილი. მეორე მნიშვნელობა იყო ბოლომდე გამოუწვარი თიხის ჭურჭელი, აი და ესე იგი კარგად თუ არ გამოიწვა თიხის ჭურჭელი, მერე წყალი ჟონავს მასში. მერე შემდგომი კიდე უფრო რო განზოგადდა მნიშვნელობა, მერე იყო უკვე დაუმთავრებელი ნაკეთობა. აი ბოლომდე რომ არ არის რაღაცა, და ბოლო მნიშვნელობა ყველაზე აბსტრაქტული ეს არის ადამიანი დაუმთავრებელი რა, ასე ვთქვათ რა, რომ ესე იგი ასაკით დიდია, მაგრამ დარჩა უმწიფარი. და ესე იგი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი არ ჩარჩეს ამ უნდილობაში, ინფანტილიზმში? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამის? განვითარება, პიროვნული განვითარება მისი. და ამის საფუძველი და კულტურა და პიროვნული განვითარება მისი. და აი ეს მაგრამ საქართველოში ამ ხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. რას გულისხმობთ? ესე იგი საქართველო არის ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ლამის მოსახლეობის უნდილობაში. და ამას თავის მძიმე მიზეზები აქვს. ეს არის მცდარი აღზრდა ოჯახში და საშინელი განათლების სისტემა. აი ეს ორი რამე არის ერთად. აქ კიდე ეროვნული ხასიათის რაღაც თვისებებიც ემატება, ეგ ყველაფერი ცალკე თემაა და ამის გამო საქართველოში არის მასობრივი უნდილობა მოსახლეობის განსაკუთრებით მამაკაცების და ამას კიდე თავისი მიზეზები აქვს, ესე იგი რატომ მამაკაცები უფრო მოწყვლადი არიან ამ ხრივ და უფრო უნდილები რჩებიან, ესე იგი ჩვეულებრივ ხდება რომ ქართველი მამაკაცი 40 წლისაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად მოზარდობის ასაკშია ჩარჩენილი, ანუ აი 13, 14, 15 წლის მოზარდის დონეზეა პიროვნული განვითარებით. და რატომ? რატომ ხო ვთქვით რომ აქ ოჯახური აღზრდის შეცდომებიცაა და განათლების სისტემის ბრალიც არის და ეგ ცალკე საუბრის თემაა. ხო, ესე იგი ცალკე ვისაუბროთ, ცალკე პოდკასტი მივუძღოთ ამას, რატომ აიზამეთ მამაკაცი და არა ხალი? არა, ხალებიც, მაგრამ მამაკაცები უფრო მეტად. მამაკაცები უფრო მეტად. და აი სწორედ ეს უნდილობა, ანუ ინფანტილიზმი, ჩარჩენა ბავშვურ ასაკში ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნული განვითარება, რაც ასე ძალიან გვიდა და ჩვენი მიზანია, შეფერხებულია, ხო? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერად დამხრუჭებულია. და მიკერძოებაზე საუბრობდით ჩვენ როგორც განწყობის ერთ-ერთი პირველი და ისეთი თვისება, ყველაზე მძიმე, აი ძალიან მარტივი მაგალითია. აი თქვა პირველკლასელი ბავშვი და ეხლა ბავშვი სხვანაირი ვერ იქნება. და რომ ბავშვი ჯერ კიდე პატარაა და ჯერ განუვითარებელია და ასეც უნდა იყოს. მაგრამ აი სხვანაირი მაგალითი ეხლა რას ნიშნავს ეს მიკერძოება და რას ნიშნავს ეგოცენტრულობა. ხო, აი თქვა გვაქვს აი ეს ცალი მხრიდან ვარდისფერია და მეორე მხრიდან შავია, ხო? და კლასში სხედან პირველკლასელები და ყველას უდევს რაღაც ორფერიანი ისა მრგვალი ფორმისაა, ხო, სულ ერთია, ორფერიანია. რისთვის არის? რომ ბავშვმა არ წამოიძახოს და აწიოს და მასწავლებელს აჩვენოს ასე, რა, რომ მანიცის პირობითად, რომ ეს ნიშნავს, თქვა, შავი ნიშნავს იმას, რომ არ ვეთანხმები და რაღაცა ვერ გავიგე და ისა და ეს ვარდისფერი დაუშვათ ნიშნავს იმას, რომ მომწონს და ვეთანხმები და ის და ესე წევენ ბავშვები. აი რა მოხდა პირველ კლასელებთან რა ხდება ჩვეულებრივად. ყველას არ ემართება, მაგრამ ნახევარზე მეც ემართება პირველ კლასელებს. ესე იგი ბავშვს უნდა რომ აჩვენოს და გამოხატოს თანახმობა. და წევს ასე. იმიტომ რომ ვარდისფერს თვითონ ხედავს. ხო. ესე იგი, რასაც თვითონ ხედავს, გონია რომ ის არის ყველაფერი და ყველა ისე უნდა ხედავდეს. რატომ? იმიტომ რომ მას არ აქვს იმის უნარი, რომ მასწავლებლის თვალით შეხედოს. ესე იგი, მას არ შეუძლია რომ სხვის თვალსაზრისზე გადაერთოს. ეს 7 წლის ბავშვი. არა, 7 უკვე შეუძლია უკვე 7. ძირითადად აი 5-6 წლის ასაკში ხდება ეს. და 7 წლიანს და 8 წლიანს აი ამ თვალსაჩინო სივრცულ და ასეთ იმაში შეუძლია რომ დაძლიოს ეს ეგოცენტრიზმი. მაგრამ ახლა შენ წარმოიდგინე აბსტრაქტული რამეები და მით უმეტეს ზნეობრივი მიმართებები და მით უმეტეს როცა ჩემს პირად მოთხოვნილებას ეწინააღმდეგება.
ისეთი ცნებები როგორიც არის ერთგულება და შეურაცხყოფის მიყენება და რაღაცა და იქ აი ამ მიკერძოების დაძლევა უკვე ძალიან ძნელია და ეს არ შეუძლიათ როგორც გითხარი 40 და 50 წლის ესე იგი ორივე ხედავს ისე როგორც თვითონ და ამ დროს რეალობა სხვა რამეა ის სხვა თვალსაზრისით სულ სხვანაირად ჩანს და იწყება შეჯახება და ასე შემდეგ ორივეს თავისთავი გონია მართალი და ასე შემდეგ ესე იგი ანუ ინფანტილიზმია ის, როდესაც ესეც, აი ეს რო დიდხანს რჩევ, ესე იგი, როდესაც ადამიანს უჭირს სხვის თვალსაზრისით შეხედვა, თუნდაც დროებით, ხო? ეს ბავშვური თვისებაა, ბავშვური განუვითარებლობის თვისებაა ეს. თორე ბავშვის აქვს რამდენიმე ისეთი თვისება, რა ძალიან კარგი თვისებაა ეს უშუალობა, გულწრფელობა, სილაღე და რაღაცა, რომელიც სანატრელიც არის დასრულებისთვის, მაგრამ ეს მაგალითად არის განუვითარებლობა ეს მიკერძოებულობა და ეგოცენტრიზმი. ხო, ყველას გონია რომ რაც თვითონ მიაჩნია, ყველას არა რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გონია რომ რაც თვითონ მიაჩნია მართებულად, ის სხვებისთვისაც მართებული უნდა იყოს. და ეს რომ არ მოხდეს, უნდა განუწყვეტელ ჩვევაში უნდა კონდეს თვითკრიტიკულობა და ჩვევაში უნდა კონდეს ის რომ ერთი იქიდან შეხედე როგორ ჩანს რა? იმის მოთხოვნილება რა არის ნეტა? ხო, რომ შენ რო შენით ასე მოქმედებს სხვა ადამიანი თავისი მოთხოვნილებით და ნუ და ესე. კარგი, განწყობის მეორე თვისება ეს არის ყველაფრის პირველად, ესე იგი პირველი იმპულსური. აი როგორც აქ პირველი მიკერძოებულია, ხო და ასევე პირველად იმპულსურად ყოველთვის მოქმედებს, რომ ძველ თარგზე ჭრა, რასაც ქვია. ესე იგი, რაც უკვე მაქვს მე გამზადებული სქემები, ხო, იმით. აი მაგალითად ამის აღებას რო ვაპირებდი და გამზადებული, ხო, აი ასე ყველაფრის. ესე იგი, შეხედულებები რაც მაქვს, ის რაც მაქვს, ესე იგი, ახალი რაღაცა სიახლე რო ხდება, პირველი იმპულსური არის, რომ ჩაჯდეს ძველ სქემაში ის. ანუ რაც ჩემს მეხსიერებაში არის შენახული. მეხსიერებაში შენახულია იმპლიციტურად, ანუ ფარულად შენ შეიძლება ვერც აცნობიერებ, მაგრამ რაღაცა რო გააქვს უკვე ზოგი ცნობიერია, სტერეოტიპია თუ რაღაცა თუ შენი შეხედულება შეიძლება მართალია, მე კი არ ვამბობ რომ მცდარია ეს. ზოგი მართალია, ზოგი ნაწილობრივ მცდარია, მაგრამ ასე თუ ისე ის უკვე არის ჩემი გამოცდილებაში შენახული რაღაცა სქემა და სიახლე ჯდება პირდაპირ იმაში. უმრავლეს შემთხვევაში ეს ამართლებს და ხელს უწყობს რომ სწრაფად და ადვილად მოვერგო გარემოს ადაპტაციას ხელს უწყობს იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი ხდება ყველაფერი რომ მე ყურადღებით თავიდან გადავსინჯო და კრიტიკულად გავია ეს საშინელი დაამღლელი იქნებოდა და პირდაპირ ჩავსვი ძველ სქემაში ჩაჯდა და ნუ წავიდა განვაგრძე ესა ქცევა მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს და მასადამე ეს იწევს იმას რომ უკვე შენი ქცევა და შენი არის შეუსატყვისი უკვე და მასადამე ამის დასაძლევად საჭიროა მუდმივად გვახსოვდეს ის რომ იცოდე რომ შენი პირველი რეაქცია იქნება ყოველთვის ასეთი რომ ასიმილაცია რასაც ანუ პირველი იქნება ყოველთვის ის რომ ჩასვა ძველში და ამას ყოველთვის აქვს ის საფრთხე რომ ახალში რომ რაღაცა არის მნიშვნელოვანი სიახლე ის დაიკარგება და უკვე შეუსატყვისი იქნება შენ ანუ ყოველთვის მზად უნდა იყო რომ იქნებ რაღაცა შესაძლებელია შენს თუნდაც შეხედულებაში თუნდაც პოლიტიკურ შეხედულებაში თუნდაც ქცევის ჩვევაში ეს შენი ჩვევა რო გაქვს რაღაცა მოძრაობის აი ამართლებდა დღემდე აი იმ სიტუაციებში მაგრამ ახლა სხვა იმაზეა მოლიპული გზა არის და აი შენი ძირეული ჩვევა რო გაქვს ნაბიჯების იმისი ხო გადადგმის და აღარ მოქმედებს ამ იმაში. აქ უკვე სხვანაირი სქემაა საჭირო. იმიტომ რომ მოლიპულია გზა და წაიქცევი, ხო? იმ ძველი ჩვევით რომ იმოქმედო. ანუ ადვილად უნდა ადაპტირდე ამ ახალ გარემოში. ხო და აი განწყობის თეორია პირდაპირ გვიჩვენებს და განწყობის ექსპერიმენტები პირდაპირ ზომავს რას? ადამიანის უნარს რამდენად შეუძლია მას სწრაფად მოერგოს შეცვლილ იმას. გარემოს. ხო, მასადამე ეს მეორე თვისება განწყობის რომ მას ძველ იმაზე თარგზე ჭრა და მე შესწორება თუ იწყება, ეს შესწორება მიმდინარეობს მძიმედ და ნელად და მრავალი მარცხი უნდა მოხდეს. აი მრავალი მარცხი თუ არ მოხდა, არ შესწორდება ისე. და ამისთვის აქვს ცნობიერებას ის უნარი, რომ ჩაერიოს და სწრაფად და კარგად
მოახდინოს თვით შესწორება. ესე იგი მარცხის გარეშე განვითარება არ მოხდება. არ მოხდება. აუცილებლად, ესე იგი მარცხის გარეშე მოხდება ის, რომ ისევ ძველი იტრიალებს გამტკიცდება, კიდევ გამტკიცდება, ავტომატიზმში გადავა, კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო კარგად შეასრულებ იმ ძველს, მაგრამ ის ძალიან გაახევდება, ჩაბეტონდება და იმის აკეთებ უსწრაფესად და უმაღლეს დონეზე, აი პროფესიონალიზმი რა არის, რომ იმ მოძრაობას ასრულე, აი თქვათ ის აკრობატები და ხო ესე, მაგრამ ის არის გაქვავებული და ვეღარ იცვლება. და ცნობიერებას შეუძლია სწრაფად მოახდინოს ცვლილება, თუ კი ჩაერევა და თუ კი ის, რომ არ დაელოდოს აი ამ მრავალ მარცხს და მრავალ წარუმატებლობას, რომ მერე თვით შესწორება მაინც მოხდება, განწყობასა აქვს ეს. ბუნება არ გასწირავს, ბუნება ცოცხალ ხო ესე იგი უტოვებს იმას, რომ ნელ-ნელა, მაგრამ რამდენი მარცხი გინდა და ამასობა შეიძლება ზოგი ინდივიდი დაიღუპოს კიდევაც, ვერ მოესწროს ეს მორგება. და ცნობიერების ჩარევისთვის ხომ აუცილებელია აზროვნება, დიახ და ობიექტივაცია, რასაც ქვია, ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ცნება განწყობის თეორიაში, ობიექტივაცია. მას მეორე თვისება იყო ესა, ძველ თარგზე ჭრა. ერთი წუთით გითხავთ, ამასთან არის ხო კავშირში იარლიყები და აი სტერეოტიპები? ეგეც არის სტერეოტიპები, იარლიყები, ყველაფერი. ეს განწყობის თეორიის გარეშე ცნობილი არის მეხსიერების ფსიქოლოგიაში შესწავლილია, მაგალითად რა, პირდაპირ ქვია მეხსიერების მიკერძოება. რა არის ეს, რომ ადამიანები როცა იგებენ რაღაც ახალ ინფორმაციას, თქვა პოლიტიკაზე იქნება თუ რაღაცაზე იქნება, რომელიც მათ არსებულ შეხედულებებს არ შეესატყვისება, რა ხდება ამ დროს? ხდება ის, რომ ან ამას უგულებელ ყოფენ, სულ, ეს არ მომისმენია, ან ავიწყდება ძალიან მალე. და აი ძალიან ისეთი ადამიანი მოაზროვნე და თვითკრიტიკული ტიპი უნდა იყოს. რომ აი სწრაფად შეიცვალოს შეხედულება. აი ფაქტია რომ რაღაცა მოხდა, ხო ეხა ის თუ ტყუილია, ეგ კიდე სხვა ამბავია. კი, ზოგჯერ არის რომ დეზინფორმაცია, მაგრამ დაუშვათ ნამდვილად ახალი სიმართლე შეიტყვე, რომელიც სრულიად არ შეჯდება შენს ამ შეხედულებაში. ხო? მეორე დღეს რო არ გახსოვს ეს? რატომ? ისეთი რამე რომ შეგეტყო, რომელიც კარგად განამტკიცებს შენ შეხედულებას, მეორე დღეს კი არა, ერთი წლის მერე გეხსოვებოდა ის და კიდე სხვებს მოუყვებოდი და არგუმენტი იქნებოდა და ისა, ხო და ეს მეორე დღეს უკვე აღარ გახსოვს. ხო? და აი ეს სწორედ არის ის, რომ ის ძალიან მყარია ის და რასაც სიბურჯგუე ქვია, უცხოურად რიგიდულობა, რომ აი არ იცვლება ის ძველებური უნდა დარჩეს ის. მაგისადამე ეს არის განწყობის მეორე თვისება ძველ თარგზე ჭრა. მესამე თვისება ეს არის რა, რომ მოთხოვნილება ხო უკვე თქვით, რომ თავარი დანიშნულება არის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ხო? მესამე თვისება არის, რომ აი ეს დაკმაყოფილება მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად და პირდაპირ. ესე იგი რა, რომ არ იყოს დაყოვნება, არ იყოს გადავადება და არ იყოს შემოვლითი გზები. ხო და ამის კლასიკური მაგალითია, თქვათ, აი 3 წლის ბავშვი, აი სუფრაა გაშლილი დაუშვათ, მივიდა 3 წლის ბავშვი მაგიდასთან სუფრაა გაშლილი და დაინახა იქ რაღაცა, თქვათ, ისა მსხალი დევს და აი მოუნდა ის მსხალი. და ესე ვერ წუდება, ხო, მსხალს. და კიდევს ხელს იმ სუფრას და ესე გადმოითრეს თლიანად აქეთ. ესე იგი რატომ? იმიტომ რომ აი შემოვლითი გზა მისთვის არის ვერ იწვევს. და ცხოველებზე ექსპერიმენტებია ჩატარებული, როგორ უჭირთ ცხოველებს შემოვლითი გზები. ესე იგი ძალიან ძნელად დაისწავლიან. აი მაგალითად ძაღლი, კარგი ჭკვიანი ძაღლი თუ არის, ზოგ რამეს უცებ დააისწავლის. და აი ეს შემოვლითი გზები ისე უჭირთ ცხოველებს, რომ ესე იგი რო დაინახე იქ რო ხორციდებს, მაგრამ ვერ და აი იქნებ შემოუარო ესე და აი ხო სწრაფად და პირდაპირ. ხო და ასია ადამიანიც იმპულსურად, ანუ რა უჭირს მოთმინება. და აი მივედით ისევ ნებისყოფაზე. მოთმინება არის ნებისყოფის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი. და ამაზე კლასიკური ექსპერიმენტებია ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით არის ეს უოლტერ მიშელის ექსპერიმენტები, მრავალი ექსპერიმენტი აქვს მას, მათ შორის აქვს ჩატარებული მრავალწლიანი ექსპერიმენტები.
ესე იგი ჩაატარა ბავშვებზე ჯერ ექსპერიმენტი და მერე ჩაატარა 20 წლის მერე უკვე რო გაიზარდნენ ის ბავშვები და უკვე ცხოვრებაში და აი რაღაც და შეადარა ერთმანეთს და ისა და აღმოჩნდა რაოდენ გადამწყვეტია მოთმინება. მოთმინება ცხოვრებაში წარმატებებისთვის. და ესე იგი პირდაპირ პროპორციული ლამის აღმოჩნდა რა ექსპერიმენტში რა რომ აი ვინც ბავშვობაში მეტად მოითმინა ხო შეძლო ბავშვობაში მეტად მოთმენა ანუ მეტი ნიჭი ქონდა მოთმენის ხო მერე რო გახდნენ 30 წლის და 40 წლის შემოსავალი აქვს მეტი ესე იგი პირდაპირ აი რაოდენობა შემოსავლისა პროპორციულია ლამის იმისა რა მოთმინების უნარისა რომელიც ბავშვობაში გამოავლინეს ესე იგი აი ნებისყოფის უდიდესი მნიშვნელოვნება მაგრამ უოლტერ მიშელსაც კი არა აქვს ნებისყოფის ცნება ამას ვერც ერთი ვერ ნუ ფაქტია მან პრაქტიკულად აჩვენა ექსპერიმენტებით ეს რაოდენ მნიშვნელოვანია და ამის სხვანაირ მაგალითს გეტყვი ახლა უკვე გეოპოლიტიკური მაგალითი ამისი რას ემყარება ყვითელი რასის უდიდესი სასწაული წარმატებები როგორ დაწინაურდა სწრაფად კორეა იაპონია ჩინეთი რა არის თავარი მათი ნიჭი რა თქმა უნდა ნუ ინტელექტით ძლიერი აქვთ მათ მაგრამ ინტელექტი თეთრებს არანაკლები აქვთ ხო თუნდაც ხო მაგრამ იმათ აქვთ გაცილებით ძლიერი აი მოთმინება ეს არის მათი კულტურის მათი ეროვნული ხასიათის ერთ-ერთი ის მოთმინება და აი ამ ნებისყოფითა და მოთმინებით გაუსწრეს უკვე თეთრ რასას და მიშელმა რა ივარაუდა რომ ჩვენ ვიცით პირველყოფილი ადამიანები იყვნენ ნეანდერტალელები და მერე კრომანიონელები ხო და ის კრომანიონელებმა ნეანდერტალელები შეავიწროვეს გაანდევნეს და მერე თვითონ გაბატონდნენ და ასე შემდეგ და მას მიშელს მიაჩნია რომ აქაც მოთმინება იყო გადამწყვეტი ესე იგი მეტი მოთმინების უნარი ჰქონდათ კრომანიონელებს რითაც გაიმარჯვეს მერე და ცივილიზაცია წავიდა მათი გზით მოკლედ ნებისყოფის გადამწყვეტი მნიშვნელოვნება. ეხლა შესაბამისად ახლა ჩვენთან საქართველოში გავრცელებული მრავალი უაზრობიდან ერთ-ერთი უაზრობა არის ეს ეგრე რაღაც ეს იარლიყი, შენ რო უკვე ახსენე, მას ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. ეს ხო ძალიან ცნობილი იარლიყია. ხო, ეს არის უაზრო, იმიტომ რომ თურმე ყველაზე დიდი ნიჭი ნებისყოფაა. ესე იგი ჯობია ნებისყოფა კონდეს ძლიერი. და დაუშვათ არც მათემატიკის დიდი ნიჭი კონდეს და არც მუსიკის და არც ენების და არც არაფრის, მაგრამ ნებისყოფა კონდეს ძლიერი. ყველაზე ძვირფასი ნიჭი თურმე ნებისყოფაა. კარგი, ეგ სხვა თემა. და დავასრულოთ ის რომ ნიჭიერია, მაგრამ ანუ თუ ნიჭიერი ხარ, ზარმაცი ვერ იქნები. ხო, ეგ კიდე მეორე ამბავია, რომ ფუნქციონალური ტენდენციის ცნება, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ, გვიჩვენებს იმას, რომ ის ნიჭი თუ არის მართლა ძლიერი ნიჭი, ის მოითხოვს აქტიურობას. და შენ თუ მართლა რაღაცის ნიჭიერი ხარ, ხო? იმ მიმართულებით ზარმაცი ვერ დარჩი, თუმცა გამონაკლისები ხდება. როგორ არის ხა ყველანაირი გამონაკლისი შეიძლება გარემო მიმოქმედა ხდება მაგრამ ეს გამონაკლისია და უმრავლეს კანონზომიერ შემთხვევაში ნიჭი მოითხოვს აქტიურობას და ვერ გაჩერდება ის და ხო შეიძლება ნიჭია ხო შეიძლება გარემო მშობლებმა აღზრდამ ჩაუხშოს ეს ნიჭი ბავშვს ნუ პიროვნება შეიძლება ჩაკლა კი ასე ხა ძალადობით და იმითი შეიძლება ჩაკლა პიროვნება მაგრამ ნუ ეს ჩვენ ხო ახლა ძალადობაზე არ ვლაპარაკობთ ხა გარემოების ძალადობა შეიძლება ისეთია რომ ჩაკვდა პიროვნება დაუშვათ ახლა მოცარტი ხო აბა წარმოვიდგინოთ ახლა რომ მოცარტისთვის აეკრძალათ მუსიკოსობა ხო ნუ რა ვიცი მე ალბათ არ მოკვდებოდა მაგრამ ის ხო უკვე როგორც პიროვნება ჩაკვდა და ჩაქოლე და ნუ ახლა მაგის გამო წავიდა მამამის მაგის გამო აღარ ელაპარაკებოდა იმიტომ რომ უკრძალავდნენ იმ რაღაცა ნაზ და ესეთ მუსიკას მას არ შეეძლო ამის გასაგებია მაგრამ იქ მაინც მუსიკაა ის ეხლა რო წარმოვიდგინოთ რომ თლად აუკრძალეს მუსიკა
ხო და ნუ მან მიიღო თლადაკრძალვათ ის რომ მე რაც მინდა ის უნდა ეგ ასაგებია ხო ნუ შემოქმედების თვალსაზრისით ხო შემოქმედება ხო იქ რაღაცა ხო მარტო მუსიკა კი არა მას ჰქონდა მოთხოვნილება ახალი მუსიკის შექმნის ხო იმიტომ რომ იქ არქიეპისკოპოსი იქ რაღაც დამამშვიდებელი მუსიკა მოსწონდა და მოცარტს არ უნდა და ეს რაღაცა ტრადიციული წესები ჰქონდათ ისე უნდა გაიგო ხო და მამამისი ეუბნებოდა რომ შენ თუ გინდა შემოსავალი ქონდეს და შემდეგ რაც ეკლესიას მოწონს ის უნდა დაწერო და ამას ეს მისთვის იყო სიკვდილის ტოლფასი და მაგიტო წავიდა მე საწავდო ენაში და მაგიტო აღარ დაბრუნდა იქიდან სახლში არასდროს და ახლა მეოთხე თვისება ხო მაშ ეს მესამე თვისება იყო და ახლა მეოთხე თვისება ეს არის პოლარიზაციისკენ მიდრეკილება ეს ყველაზე საინტერესო ესე იგი განწყობა ყოველთვის მოქმედებს ასე როგორ მოქმედებს ახლა რომ დავუშვათ შორი თუ არის რაღაცა იმას კიდე უფრო შორად აღიქვამს თუ კი ახლოა კიდე უფრო ახლოდ დავუშვათ მე თუ ექსპერიმენტშიც კი მე თუ მიმაჩვიე დავუშვათ რომ აი 10 ჯერ ამაწევინე ეს ხომ ჩატე და მე მე-11 ჯერ მომეცი ეს რომელიც უფრო მძიმეა კიდევ უფრო მძიმედ მომეჩვენება ეს აუცილებლად მე მომეჩვენება უფრო მძიმე ვიდრე სინამდვილეშია რატომ იმიტომ რომ აი ამის მერე ესე იგი ამის მერე ეს მძიმე კიდევ უფრო მძიმედ მომეჩვენება აუცილებლად ანუ ეს რომ განსხვავებულია კიდევ უფრო შორს გაწია განწყობა ახლა პირიქით 10 ჯერ ამაწევინე ეს და ეს თითქმის წონა ერთნაირია თითქმის ოდნავ განსხვავებულია ხო ეს რომ ავწიე 10 ჯერ და მე-11 ჯერ რომ ეს ავწიე განსხვავება ვერ ვიგძენი აი იმიტომ რომ მივეჩვია და ესეც იმაში ჩაჯდა ანუ ახლობელი კიდევ უფრო დაიახლოვა და ის კიდევ უფრო მარტივი მაგალითი დავუშვათ კედელია რუხი კედელია და ოდნავ განსხვავებული რუხი ფერის ლაქაა იმას ვერ ხედავ შენ იმიტომ რომ ის ჩაიკარგა ფონში ხო მაგრამ თუ კი ბაცი ლაქა არის ის კიდევ უფრო ის თეთრად გამოჩნდება რუხ ფონზე და იგივე ბაცი ლაქა რო ყოფილიყო შავ ისა ეს იმაზე და პირიქით თეთრ კედელზე რო ყოფილიყო ის შავად გამოჩნდებოდა ხო მასშტაბი აი ეს არის მას განწყობის პოლარიზაცია უკვე განწყობას ტენდენციაა ეს რომ ან უნდა ძალიან დააიახლოვოს ან უნდა ძალიან დაიშოროს და ეს არის გარდაუვალი შეფასებებში, ქცევებში, ყველაფერში ხდება ასე. ისევ და ისევ თუ არ ჩაერია ცნობიერება, თუ არ ჩაერია აზროვნება, თვითკრიტიკა, აუცილებლად მოხდება ეს. რომ იგივე ადამიანთა შორის ურთიერთობებში. რომ ანიყავი ჩემი ახლობელი, ანიყავი ჩემი მტერი. შუაში არ არსებობს. არ არსებობს, ხო, ესე იგი ან თეთრი უნდა იყოს, ან შავი. ესე იგი სამყაროს გამარტივებული ხედვა, შავი, თეთრი. ესე იგი ჩვენიანები და მტრები. და ამაზე რამდენი ექსპერიმენტია ჩაატარებული და ეს მიკერძოებასაც უკავშირდება მე რომ ესე იგი ყოველთვის ჩვენიანებისკენ რო არის ადამიანი მიკერძოება რაღაცა ასე შემდეგ და დავით აღმაშენებლის ეს ბატონი შოთა ნადირაშვილის ექსპერიმენტია კლასიკური ექსპერიმენტია ესა მას ტექსტი შეადგინეს და ძველ ქართულად დაწერეს ეს ტექსტი რომ ნუ სტილიზებულად და ცდისპირი კითხულობს ამ ტექსტს და ევალება ცდისპირს რომ შეაფასოს რამდენად ეთანხმება ესე იგი თუ კი სრულიად ეთანხმება 5 თუ კი თითქმის სრულიად 4 თუ კი ნაწილობრივ 1-2 და თუ კი ახლა პირიქით კატეგორიულად მიუღებელია -5 და გასაგებთ ხო და ახლა რა არის ტექსტის შინაარსი რომ მე ჩემი სახელმწიფოს წარმატებისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი იქ დაუნდობლად მოვეკეცი ყველას იქ ვიღაცა მოღალატე დავსაჯე სასტიკად და ბიძაშვილი დავსაჯე და ასე და ესეთი ტექსტი არის რომ ჩემს სახელმწიფოს უნდა ვემსახურო და ჩემ ხალხს ხალხი არ იყო მგონი ჩემს სახელმწიფოს ძლიერებას და რაღაც ასე ტექსტი ერთ და იგივეა ოღონდ ორ ვარიანტად არის ეს დააბეჭდილი. ერთ შემთხვევაში ავტორად უწერია დავით აღმაშენებელი და მეორე ვარიანტში ავტორად უწერია შახ აბასი. და აი აღმოჩნდა რომ მასადამე
ცდისპირების უმრავლესობამ, როცა ერთ და იგივე ტექსტზე, როცა არის დავით აღმაშენებელი ავტორად საშუალო ქულა შეფასების არის +4 და როდესაც შახაბასია -4. ესე იგი, ჩვენიანი ფასდება სხვანაირად და მტერი ფასდება სხვანაირად. და მაგაზე მე ჩავატარებინე ძალიან კარგი საბაკალავრო კვლევა, სადიპლომო კვლევა სტუდენტს, რომ იქ აღწერილი არის ავტოავარია მოხდა და სიტუაცია არის აღწერილი ასეთი და ასეთი. ოღონდ ორნაირად არის იქ ეს, რომ ერთ შემთხვევაში მე ვზივარ, ესე იგი თვითონ ცდისპირიზის, თვითონ მანქანაში და მისი უახლოესი მეგობარია მძღოლი და აი მიდიან ასე და მოხდა ეს, ხო? და მეორე შემთხვევაში პირიქით, მათ ისინი გარეთ არიან, მათ დაეჯახ. ხო და ამ დროს სიტუაცია ერთ და იგივეა. ხო და მან უნდა შეაფასოს ვისი ბრალია ეს. და ნუ გასაგებია, ხო, როგორ მოხდება შეფასება. ჩემიანს არაფერი არ წვლილი არ მიუძღვის ამავე. და პირიქით, თუ კი მოახერხა და აირიდა ეგ ავტოავარია, თუ ჩემიანია, მაშინ აიხსნება ეს დისპოზიციური ფაქტორებით, რომ ეს იგი ნიჭიერია, კარგი მძღოლია, მოახერხა, მოასწრო და თუ კი იმან აიცილა სხვამ, მაშინ არის რომ გაუმართლა სიტუაციური ფაქტორი. აი რო გითხარი დისპოზიციური და სიტუაციური ფაქტორები ვახსენე. მაშ ეგ ერთ-ერთი მთავარი ის არის ფსიქოლოგიაში. ხო, მაშ გაუმართლა იმას სხვას და ახლა პირიქით, თუ კი მარცხი მოხდა და ჩემიანია. პირიქით არ გაუმართლა რა ქნას, ახლა ნუ შემთხვევით მოხდა და ისა და თუ სხვას დაემართა მარცხი, იმიტომ რომ ცუდია ის. აი ესე იგი როგორი გამარტივება ხდება სამყაროს. ხო და ეს არის გარდაუვალი, კიდევ ვიმეორებ მე. გარდაუვალია. იგივე აი პოლიტიკაში დღეს რაც ხდება საქართველოში, ხო, რომ ესე იგი ან უნდა იყოს ჩემიანი, ან თუ არა და ქუჩაში არ დამენახო, თორე გაგფუტავ. მეორე მხარეს გადადი. ხო და აი ეს კიდევ ვიმეორებ, ბუნებრივია, ადამიანი კი არა, ყველა სულიერი ასეა, მაგრამ კულტურა, აზროვნება და თვითკრიტიკა იმისთვისაა, რომ ეს ბუნებრივი ტენდენცია უნდა გაეაცნობიერო და დაახვეწო მერე. თორე ბუნება რას გიბიძგებს, რომ როცა მშიერი ხარ და საჭმელი დაინახე, ეძგერო პირდაპირ, ხო? და ხელდაუბანელმა და დანაჩანგალიც არ გინდა და არაფერი არ გინდა და ესე ხელებით პირდაპირ ადექი და თქლიფო, ხო, პირდაპირ ძაღლივით, ხო, ძალიან როქშია, ხო? მაგრამ კულტურა რა არის? კულტურა გიბრძანებს, რომ ნუ მოიქცევი ასე, ხო? ესე იგი იმპულსი კი გააქვს, რომ აი ესე ეძგერო და ჩაყო ხელები, ბინძური ხელები და მაგრამ ნუ მოიქცევი ასე, ხო? კულტურა გიბრძანებს, დახვეწე ეს შენი ის, ხო? და იგივეა აქაც. რომ ესე იგი კი ბუნებრივია პოლარიზაცია და ყველა ადამიანს აქვს ეს მიდრეკილება პოლარიზაციისკენ და ადვილია ასე სამყარო რომ მართლაც შავ-თეთრი იყოს, რამდენად უფრო ადვილი იქნებოდა, ხო, სულ ყველაფერი, იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ რამდენად რთული და მრავალგანზომილებიანია სამყარო, ხო? და ამაში გარკვევა ძნელია. მოითხოვს ყველაფერი გაიაზრო, ყველაფერი დაალაგო, რაღაცა დაიღლები, აზროვნება უნდა ყურადღება, მერე შეიძლება შეცვლა მოგიწიოს მეორე დღეს. მოკლედ ძნელია, გასაგებია. და ეს ადვილია რა, თეთრი, შავი და ჩემიანი და მტერი და მარტივად, ხო? დიდ ეკონომიას გაძლევს ეს. მაგრამ ასეთივე ეკონომიას გაძლევს ის მზა თარგებში ჩასვლა, ხო, სულ ყველაფრის. კი, ეკონომიურია და გეზარება შენ, რომ დახარჯო ახალი გონებრივი ენერგია, ხო, მაგრამ შეუსატყვისო ხარ, შეუსატყვისი ხარ სამაგიეროდ. ეკონომიურია, კარგი. არ დაიღლება შენი აზროვნება, მაგრამ ხარ ამოვარდნილი იქიდან, სინამდვილიდან და შეუსატყვისი ხარ. შენი ქცევა და შენი შეფასებები და შენი სულ ყველაფერი. რა ვქნათ? 60-დან გამოძევებულები ვართ და ამ რთულ, ძნელ და იმაში ვართ ჩაგდებული ამ ქვეყნიერ და აქ ადვილად არ მოიპოვება არაფერი აქ რა. ღმერთმა ასე ბრძანა, რომ ოფლითა შენითა მოიპოვებდეო და
აქ ოფლი უნდა ღვარო, რა ვქნათ, 100-ია რა ამ ქვეყნიურობის წესი. მათ შორის აზროვნება მოგიწევს ხშირად, თვითკრიტიკა მოგიწევს ხშირად, თუ გინდა რომ იყო შესატყვისი გარემოებისა. ეხლა თქვენ არ ვიცი, მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანები, როდესაც საუბრობთ საქართველოზე და ქართულ ხალხზე, ყველას თითქოს გულზე ხვდება, რომ როცა ჩვენ ნაკლოვანებებზე, ჩვენ შეცდომებზე და რაღაც ისეთ თემებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც გამოსასწორებელია. ბატონ ზურას რაც გაუკეთებია ქართველი ხალხისთვის და მართლა თაობებისთვის, ფასდაუდებელია ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ სულ საუბრობთ იმაზე, რა გვაქვს გამოსასწორებელი. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რაც დღეს ქართულ ხალხს აკლია. დღეს ყველაზე მეტად აკლია პატრიოტიზმი. საქმიანი პატრიოტიზმი, რა თქმა უნდა. და ის რომ ლიტონი პატრიოტიზმი რომ სუფრაზე მაგალითად ხო მე არ ვამბობ რომ ის არის ყალბი. ნუ ზოგჯერ ყალბია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ყალბი არ არის. იქ სუფრაზე გულწრფელად ამბობს საქართველოს საადღეგრძელოს და შეიძლება ცრემლებით წამოუვიდეს, მაგრამ ეს უფრო სინდისის ქეჯნის ის არის, ის გაუცნობიერებლად ხვდება რომ არაკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა საქართველოსთვის და აი ეს კომპენსაცია, ერთგვარი კომპენსაცია იმისი, რომ სინამდვილეში რომ არაკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია. ხო და პატრიოტიზმის ნაკლებობა, იმიტომ რომ ყველა ერი მე ყველაფერში გავრცელებული 1000 მცდარი შეხედულება და 1000 ტყუილი და 1000 ის არის გავრცელებული და უბრალოდ აი ისტორია მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, არ მინდა შუა საუკუნეები, აი დღეს რაც მოხდა უკანასკნელ 50 წელიწადის აი ბოლო 50 წლის განმავლობაში რამდენიმე სახელმწიფო რომელიც დააწინაურდა, ხო? ერთი ნახე როგორ დაწინაურდნენ რა და გაითვალისწინო ხო უნდა რა ვინ იყო ესა კორეა ნუ სამხრეთი ისა ისრაელი ფინეთი თურქეთი აქვია გვერდით და ერთი ათათურქის 6 პრინციპი წაიკითხე მაინც რა დღემდე რომ ათათურქის ერთგულები არიან და ათათურქი იმათ აყავთ ღვთაებად ხო კულტია ათათურქის ხო და რას ამბობდა ის ათათურქი და რითი მოხდა სასწაული თურქეთის რომ ჩამორჩენილი და განადგურებული სახელმწიფო მიწასთან გასწორებული უძლიერესი რო გახდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა სამხედრო თვალსაჩინო დღეს ისე იგი ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო ცალკე მთელი ევროპა კი არა აი ცალკე საფრანგეთი ხო უძლიერესია ცალკე საფრანგეთი ვერ შეედრება თურქეთს სამხედროდ იმითი სიძლიერით. ისრაელი როგორი გახდა? ხო უნდა ნახო როგორ დაწინაურდნენ ესენია რა. რა იყო მთავარი ყველა შემთხვევაში? იქ ბევრი რამეა განსხვავებული ეკონომიკაში, მაგრამ მთავარი რა იყო? პირველი და მთავარი მამოძრავებელი ყველა შემთხვევაში არის პატრიოტიზმი. ჯერ და მერე მოდის უკვე დანარჩენი სულ ყველაფერი. თუ არ იქნება პატრიოტიზმი ხო? ვერ დაწინაურდები მაშინ. სახელმწიფო ვერ დაწინაურდება. ცალკეული ადამიანები ზოგიერთი 100-დან 5 ადამიანი მოახერხებს პირად დაწინაურებას, ეგოისტურად, აი როგორც ნეოლიბერალიზმი რო გიკიჟინებს რომ შენ ეგოისტი უნდა იყო და რაღაცა და ამის საზოგადოება წინაურდებაო და სისულელეები რო არის ეგ ყველაფერი. არც ერთი ეს 4 სახელმწიფოდან არც იაპონია სხვა შორის არც ერთი ნეოლიბერალიზმით არ და პირიქით რა ესე იგი მათი ეკონომიკა იყო ნეოლიბერალისტური სრული სავაპირისპირო რა ესე იგი აი სუტყუილებში ცხოვრობს დღეს ქართველი ერი და არჩევნებზე პოლიტიკოსები და ეს პარტიები რომ ტყუილებით სვამ ხალხს რომ ესე იგი ყველა პარტია ნეოლიბერალისტურ პროგრამას თავაზობენ და ამით დავწინაურდებითო და ამდენი წელიწადი ეს ნეოლიბერალიზმია და კარგი რო ყოფილიყო რატო არ დავწინაურდით ეს ამდენი წელიწადი ინვესტიციები გვაკლდა საუკეთესო საქართველოში არის ინვესტორისთვის სამოთხისებრი პირობები არსად რომ არ არის სხვაგან და რა რით ვეღარ დავწინაურდით ინვესტიციები თუ სახელმწიფო თუ დააწინაურდება ხო და აი ესე იგი პატრიოტიზმი არის პირველი თუ გინდა რომ სახელმწიფო დააწინაურდეს თუ არა და ვიმეორებ აი ყველა რო ეგოისტურად თავის დაწინაურებას ცდილობს, რასაც ნეოლიბერალიზმი გასწავლის, კი, იქ 100-დან 5 მაგას მიაღწევს, დანარჩენი 95 იქნება, აი როგორც დღეს ცხოვრობს ქართველი ერი ისე. ანუ ქვეყანა ვერ დაწინაურდება ის. ჩვენ იმაზე გვიწერია, კაცო, ღერბზე გვიწერია, ძალა ერთობაშიაო.
რისთვის გვიწერია ის რა არის ის ტყვილი რისთვის გვიწერია აი თუ არ იქნა ერთობა აი პატრიოტიზმი ეს არის რომ ქართველებო ვიყოთ ერთად რაში ერთსულოვანი ვერ ვიქნებით ვერასოდეს რას ქვია აი უნდა ვიყოთ რაში რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს დაწინაურებაზე აი ეს იყო ისრაელში თურქეთში ფინეთში ყველგან ეს იყო რომ ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოს დაწინაურებაზე ერთად აი ეს არის თორე რანაირად შეიძლება რომ ყველას ერთი შეხედულება გამორიცხულია ესა ყველას კონდეს თავთავის შეხედულება მაგრამ ერთი რა უნდა გვერდი აი როგორც ილია წერდა საერთო ნიადაგი ყველა ქართველის განურჩევლად წოდებისა განურჩევლად სქესისა განურჩევლად ყველაფრისა კუთხისა იმისა რა სამშობლოს სიყვარული ყველა ქართველის გამაერთიანებელი აი ეს უნდა იყოსო ხო განურჩევლად კლასისა მაშინ ისინი რა ქვია ბოლშევიკები რომ იმ კლასობრივ ბრძოლას რომ ამაშვებოდნენ და არა ყველა ქართველს ერთი საერთო გვაქვს აი ეგ არის პატრიოტიზმი რომ და ეს არ არის цаრიელი სიტყვები ასე ცხოვრობს ჩინელი ასე ცხოვრობს თურქი როდესაც გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს რაც დადგენილია ხო ის არ ფიქრობს იმაზე რომ მოდი დავმალო მე ესა და ნაკლები გადავიხადო რატომ იმიტომ რომ ის ფიქრობს რომ აი მე რო ჩემი მაღაზია მაქვს ხო და რაღაცა ჩემთვის ხომ რჩება ოჯახისთვის 2 კაპიკი ხო და აი ის მე რო დამრჩა დაუშვათ 200 დოლარი ხო იქიდან $5 გადავდე ერთი აგური დავდე ჩემი სახელმწიფოს წინსვლისთვის მაგრამ იმას ნდობა აქვს მთავრობის ხო რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის რომ ის ესე იგი მის ცნობიერებაშია ის რომ მე ვარ სახელმწიფოზე ვზრუნავ მე ჩემი ერთი აგური მინდა დავდო იმიტომ კი არა რომ მაიძულებენ და ეგ მარტო იმ გადასახადზე არ არის ყველაფერი შეასია რომ მე ვიზრუნო ამაზე რომ დაწინაურდეს ჩემი სახელმწიფო და არა ის როგორც ილია ამბობდა რომ ქართველისთვისო იქო რა ქვია ღობით შემოღობილი და ნეხვით გაპოხიერებული მამული რო აქო იმის იქით რო არ მიდისო მისი ისაო ხო რო აესე რო იმის იქით რო აღარ იყურება და შეადარეთ ახლა რა ხდება თქვა კორპუსებში ხო ევროპაში შეხვალ კორპუსში სადარბაზოში და როგორი არის ხო და ახლა ჩვენთან შეხვალ და ბინის იქით აღარ იყურება და საშინელი სადარბაზო ხო აი იგივეა ეს ყველაფერი რომ აი ის ცნობიერება იმისა რომ შენი სამშობლო არის ეს და შენ უნდა ააშენო ესა და არა ის რომ ყოველთვის აი მე მინდა და მე ავიღო მისგან რაღაცა კი შენც უნდა აიღო აბა რა მაგრამ შენ რო 10-ს აიღებ ერთი იქით გადაუდე რა და ეს ყველაფერი ფსიქოლოგიას რო დავუკავშიროთ ეს ხო იწყება ოჯახიდან იწყება აღზრდიდან იწყება სკოლიდან და ეს ხო განათლების სისტემამდე მივდივართ არა მარტო განათლება არ არის სამწუხაროდ აქ არის ძალიან დიდი პოლიტიკური პროპაგანდა და ისა ჩვენ რა იყო ჩვენთან ჯერ იყო 70 წლიანი კომუნისტურ ბოლშევიკური სიმახინჯე ხო და იქ ჩააგონებდნენ პირდაპირ ადამიანებს რომ თავარი არის მატერიალური ინტერესი და რაღაცა და ისა რა ქვია ის ბურჟუაზიული რაღაცა ნუ ხო ვიცით ახლა 1000 სისულელე იყო და მაგან ზნეობა ნუ თითქმის მოთხარა კორუფცია მე ეს საბჭოთა კავშირი ხო დაალპა ხო და იქ ხომ მთლიანად გადავიდა მე სიყალბეებზე და მოტყუებაზე და მექრთამეობა და რაღაცა და ესე იგი წარმოიდგინე ხა ქართველი გაიწაფა რაში რომ როგორ მოატყუოს მთავრობა და ვაშკაცი კაცური კაცი ის იყო ვინც მოახერხებდა კარგად მოკვარახჭინებას და იქ ქრთამით და ამითი და იმითი როგორ მოახერხებდა რომ მოეტყუებინა მთლიანად საქართველოს როგორ მოატყუებდა რუსეთს დაუშვათ დამპყრობელ რუსეთს ხო ჩავიდოდა მოსკოვში ჩაიტანდა ერთ ხუთ კარგ ღვინოს და იქ 5 მილიონიან პროექტს წამოიღებდა სამაგიეროდ იქიდან და ასე შემდეგ ანუ რითი ესე იგი რაღაც ცუღლუტობით ნაცარქექიას ხრიკებით როგორღაც კაი ცხოვრება იყო შედარებით აქ ვიდრე დანარჩენ საბჭოთა კავშირში ხო და აი ესე მას გაფუჭდა ქართველი ერის ის ხო ცნობიერება
ამის მერე იმის მაგივრად რომ გადავსულიყავით ჩვენ პატრიოტიზმზე და პატიოსნებაზე რა მოხდა ნუ ეს ერთი მცირე პერიოდი ქონდა ჩვენი ეროვნული ხელისუფლების როდესაც მართლა ვიწყებდით ამ იმას მაგრამ ვინ გვაცალა ნეოლიბერალისტებმა დააგვამხეს იმ ყაჩაღების ხელით და რუსული იარაღით დააგვამხეს მე თვითონაც მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი განათლების მინისტრის რეფერენტი ვიყავი და რეფორმის სასკოლო რეფორმის სამმართველოს უფროსი ვიყავი ვინ გვაცალა ესე იგი დააგვამხეს და თავს მოგვახვიეს ნეოლიბერალიზმი ესე იგი აი იმ გაფუჭებულ ერს ხა რას უკიჟინებენ რომ უნდა იყო ეგოისტი და ეს არის სიჯანსაღე და ამით საზოგადოება დაწინაურდება ამის მერე რას მოელი გამაგებინე ერთი რა ნატო ამერიკა ხო დაწინაურდა ვინ გითხრა რომ ამერიკა ეგოიზმი დაწინაურდა საიდან მოიტანა ნუ ეგენი ხო მაგას ამბობენ ტყუილია ისევ და ისევ ტყუილია რა ამერიკის ისტორია მოდი წავიკითხოთ აღარ მინდა ის წინა საუკუნეებში რა ხდებოდა აი მე-20 საუკუნის ამერიკის ისტორია წავიკითხოთ რა ხდებოდა იქ არავითარი მაგით არ დააწინაურებულა სუტყუილია ეს ამ ამერიკის პრეზიდენტების რეიტინგი ტარდება ყოველწლიურად ხო და ნუ იქ პირველი მეორე ადგილი მყარად და მდგრადად უკავია ვის ვაშინგტონი ხა მათი პირველი ისეთი ნუ და ის პიროვნულადაც გამორჩეული იყო და ეს აბრაამ ლინკოლნი და ეს ძველები ნუ ეს მათი ისინი არიან საათაყვანებელი პირველი მეორე ადგილი ვინ არის მესამე ადგილზე ფრანკლინ რუზველტი ვინ არის ათეულში მყარად ეს არის ფრანკლინ რუზველტის ბიძა თეოდორ რუზველტი რომელმაც ფრანკლინი თავისი ძმისშვილი დააყენა გზაზე და ნუ მისი გამკვალა ანუ რუზველტები ახალი პრეზიდენტი ის ძველი სხვა არის ახალი პრეზიდენტებიდან ვინ იყო ფრანკლინ რუზველტი რომელმაც მთელი ცხოვრება მოანდომა ნეოლიბერალისტების წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმარჯვა მან ბრძოლაში და დააწინაურდა ამერიკის საზოგადოება ხომ უნდა ვიცოდეთ ისტორია რა უბრალოდ რა მაგრამ ეს ნეოლიბერალისტები გატყუებენ ყველაფერს გატყუებენ რა კორეის მაგალითი მოაქვთ აი საოცრება რა არის რა კორეის მაგალითი მოაქვთ რომ აი რა მოიტანაო იმანო ნეოლიბერალისტურმა და პირიქით კაცო კორეაში ქარხნებიც კი სახელმწიფოს იმაში იყო როცა დაწინაურდა მაშინ ესე იგი კერძო არის დიდი ქარხნები სახელმწიფოს საკუთრება იყო აქ კი რას გეუბნებიან რაც სახელმწიფოს საკუთრებაა ცუდია რაც კერძოა კარგია აი მარტივი გამარტივებული სულელური ისინი რა დოგმები ხო და ჭიათურის იმან გვიჩვენა ძალიან კარგად რომ აჰა რა მოიტანა ამ პრივატიზაციამ ესე იგი ხალხი ხო გაუბედურებულია და ის მრეწველი ფლობელი ინვესტორი ვინც ხელში ჩაიგდო ისა კმაყოფილია ისა ისიც უკმაყოფილოა ყველა უკმაყოფილოა ბოლოს ხო და კორეა რითი დააწინაურდა სახელმწიფოს ხელში იყო ქარხნებიც კი აი ამით დაწინაურდა აკი გაატყუებენ უბრალოდ ფაქტებს გაატყუებენ ანუ განათლების სისტემაც კი დამახინჯებულია დამახინჯებულ განათლებას იღებენ აქ დამახინჯებულიც არ არის ეგ პირდაპირ არის დეზინფორმაცია უკვე რა იმიტომ რომ როცა აი რას ეკონომიკას დამახინჯებულად ასწავლიან ეკონომიკას საზოგადოდ არ ასწავლიან ეს სხვა შორის თემსოფლიოშია ეს დიდი პრობლემა რატომ იმიტომ რომ ნეოლიბერალიზმი რატო ასეთი ძლიერი მთელ სოფლიოში? იმიტომ რომ ნეოლიბერალიზმი არის მილიარდერთა ფილოსოფია. იმიტომ რომ ნეოლიბერალიზმი მათ გამდიდრებას ემსახურება დანარჩენი ყველას განუწყვეტელი გაღარიბების ხარჯზე. ხო და სხვათა შორის ფრანკლინ რუზველტი რო ებრძოდა იმას, ხო? მაშინ ამერიკაში პირდაპირ ჩამოყალიბდა მილიარდერთა კლუბი, პირდაპირ რომლებიც იყვნენ ოპოზიცია პირდაპირ მილიარდერთა კლუბი და ეს მერე კაი. ხო და ესე იგი
მილიარდერების ხელში ხო დიდი ფინანსებია, დიდი ძალაა და ისინი აფინანსებენ უნივერსიტეტებს. ესე იგი, ცნობილი უნივერსიტეტის მეცენატებიც როგორც წესი და ესე იგი, მათ ხელშია უმაღლესი განათლებაც. ამიტომ ეკონომიკაც ისწავლება ძალიან დამახინჯებულად. ესე იგი, ნამდვილი ეკონომიკა კი არ ისწავლება ნეოლიბერალისტური დოგმები. რომ მაგალითად ის რომ მთავრობა უნდა იყოს მცირე, არაფერში არ უნდა ჩაერიოს, უნდა მისცეს მაქსიმალური გაქანება კერძო ინიციატივას და იქნება თავისუფალი კონკურენცია, ეგოისტური და ეს თავისთავად მე ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს. დავყიდოთ ხო რა, რაც უფრო მეც გაყიდი, მით უკეთესია და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო და მიუშვი ეს და სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქცია არის რომ კანონი უზრუნველყოს, კორუფცია არ იყოს და ხელი შეუწყოს ინვესტორს და კერძო წარმოებას და დანარჩენი ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს. აი ეს არის რა. ესე იგი, აი ეს უმარტივესი დოგმებია, რომელიც შეიძლება ეხლა მე კიდე ყველაფერი არ ვთქვი, მაგრამ 1 საათში ყველაფერი აი ამ 1 საათში ამ უმარტივეს პრიმიტიულ ჩულუნგ დოგმებს ასწავლიან 5 წლის განმავლობაში თუ 4 წლის განმავლობაში უტენიან რომ აი როგორც კომუნისტების დროს გვიტენიდნენ ჩვენ იმას მახინჯურ მარქსისტულ კომუნისტურ იმას დოგმებს თავში აი ესე და დაარწმუნებენ ამაში რომ ვითომ ეს არის ეკონომიკა რომ მიუშვი ყველაფერი იმაზე და აი ესა და სინამდვილეში ეკონომიკა არის ურთულესი მეცნიერება რა ურთულესი იქ იმდენი რამის გათვალისწინება უნდა იქ ეს არის სოციალური დარგი და იქ ფსიქოლოგიაც მოქმედებს და მასების ისიც და ეს და ნუ ურთულესი რამეა ვინ იცის ეს ეკონომიკა ესე იგი თქვენ ფსიქოლოგი ხართ და ანუ ფაქტობრივად მარტო ფსიქოლოგი ვერ იქნები დღევანდელ დღეს ხო? ახაც ეხლა თქვენ სამშობლოს ბედი გააწუხებს და მთავარი ის არის რომ ფსიქოლოგიის განვითარებით სამშობლოს ეხმარები ხო? შენ ხალხს ეხმარები, აზროვნებას აუმჯობესებ, კრიტიკულ აზროვნებას აუმჯობესებ. ეს ხო ფსიქოლოგია. ხალხმა ისიც კი არ იცის ფსიქოლოგია რა კავშირშია განათლების სისტემასთან. ხალხმა არ იცის ფსიქოლოგია რატო უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. ვერ აკავშირებენ ამ რაღაცებს ერთმანეთთან. იმდენად ნუ არ იციან. და აი რატომ არის ასეთი რამე რომ სკოლაში ისწავლება მრავალი დარგი ხო ქიმია ბიოლოგია რაღაცა ის და ასე შემდეგ ხო და რატომ არ არის ფსიქოლოგია აი რატომ არა ხა ფსიქოლოგია ხა მე მიმაჩნია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაგრამ კარგი ნუ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მაგრამ ერთ-ერთი ხო არია რა ხო ბიოლოგიას თუ კი უთმობ ჯამურად დაუშვათ 600 სასწავლო საათს ხო ფსიქოლოგიას 0 ქიმიას 300 ფიზიკას 300 ბიოლოგიას 300 იმას 500 იმას 800 და ფსიქოლოგიას 0 რატომ აი ამდენად უარგისია ეს ფსიქოლოგია რომ თლად არაფერი კაი დავანებოთ თავი ფსიქოლოგიაზე ლოგიკა რატომ არა მადლობა ღმერთს შემოიღეს აი ერთ-ერთი კარგი რამე რაც ნაციონალების ხელისუფლების დროს გაკეთდა ეს იყო იმის ლომაიას დროს ოღონდ მე შაშკინის დროს გაფუჭდა ისევ ეს იყო რეფორმა ხო განათლების და მათ შორის იყო ზოგადუნართა ტესტი და ცოტა ლოგიკა ცოტა შემოვიდა და რაღაცა მე ისიც გაფუჭეს მოხსნეს მაგრამ სკოლაში არაფერი არ არის როგორ ლოგიკა საფუძველი აზროვნების საფუძველი არ უნდა იყოს ესე იგი ეს გაუთავებელი მათემატიკური ფორმულების ტრიალი რო არის და ამაზე რომ მიდის 400 და 500 საგაკვეთილო საათი რომელიც აი შენ რამეში ოდესმე დაგჭირვებია ის ერთი მაინც მათემატიკური ფორმულა არაფერში ხო აი მე ასე რო ვარ ხოლმე დიდი ის რომ აი დარბაზში თქვა ტრენინგს ვატარებ ან რაღაცას და ვეკითხები ახლა მოდი აწიეთ ხელი ერთმა ადამიანმა ვისაც ოდესმე მაინც რაღაცაში გამოადგა მათემატიკის რომელიმე აი ეს რთული ფორმულები რო არის რა ხო იცით ახლა რაზე გელაპარაკები ახლა მე თვითონ მათემატიკოსი ვიყავი და ისა მაგრამ მე უყურებ ჩემი ეგოცენტრული მათემატიკოსის ხედვით კი არა მე სწორედ უყურებ გარედან მათემატიკას აი ეგოცენტრიზმის ერთ-ერთი მაგალითი აი ეს არის რომ შენი ხედვა გაქვს მარტო და იქიდან ვერ ხედავ ხო და აი ხა შევხედოთ იქიდან აი აწიეთ ხელი ვის რა და არც ერთს გარდა
პროფესიონალი მათემატიკოსის ან იმისა. ხო და აბა რა გინდა ამ ბავშვებისგან მაშინ? მე იტყვიან რომ არაო მათემატიკა აზროვნებას ავითარებსო და შენ თუ აზროვნების განვითარება გინდა, მაგისთვის არის ბრწყინვალე ლოგიკა. იმ ფორმულების ტვინის ჭყლეტა რად გინდა? ლოგიკა არის მაგისთვის პირდაპირ აზროვნების განსავითარებლად. პრაქტიკული ლოგიკა ოღონდ ის კი არა, ფორმულები და თეორიები. პრაქტიკული ლოგიკა არის მშვენიერი ისა მეც მაქვს სახელმძღვანელო იცი ხო ესე იგი თქვენ მათემატიკოსი ნუ კაი ყოფილი მათემატიკოსი მაგრამ თქვენი სახელმძღვანელობით მათემატიკის სახელმძღვანელობით დღეს აბიტურიენტები რატომ არის რომ სკოლაში არ აჭაჭანებენ რას ლოგიკასა და ფსიქოლოგიას ამ ორ უმნიშვნელოვანეს დარგს არავის ჭირდება განვითარებული ერი მივედით ხო უკვე იქამდე რა ქვია აბა სხვა ახსნე კი ბატონო მე არ ვამბობ რომ გინდა თუ არა 100% თამაში ვარ დარწმუნებული კი ბატონო ვისმენ მითხარით სხვა ახსნა რაიმე უფრო მეც გეტყვი მე კათოლიკოს პატრიარქმა ორჯერ მისწერა განათლების სამინისტროს თხოვნა რომ ერთხელ ლოგიკაზე იყო მეორეჯერ დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიას ძალიან პატივს სცემს და სხვა შორის ჩაწერილია და YouTube-ზე არის ვიდეოები პატრიარქის საუბარი ჩვენს პატივცემულ შოთა ნადირაშვილთან. ნუ ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ის და მეც ძალიან პატივს ვცემ რა თქმა უნდა. ხო და ახლოს იყო ბატონ შოთასთან და ისედაც პატივს ვცემდა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას და ის კი არა ერთხელ თქვა რომ ძეგლი უნდა დაუდგათო იმას რომ განწყობის თეორიას ხო და მიმართა თხოვნით სამინისტროს რომ ვასწავლოთ რა ცოტა სკოლაში ესე იგი წმენა ეუბნება ლოგიკა ასწავლეთ 21 საუკუნეში რა დღეში ვართ რომ ესე იგი ეკლესია ითხოვს რომ ლოგიკა და ისა ფსიქოლოგია ვასწავლოთ რა ცოტაო რა და საერო ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგია. აი სადამდე ვართ მის მე მგონი გადასარევი დასასრული იქნება ეს ჩვენი ეპიზოდის. წარმოდგენა შეგექმნათ უკვე ბატონ ზურაბ ვახანიაზე, რომელიც არაერთხელ იქნება ჩემი პოდკასტის სტუმარი. თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი პოდკასტები გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეოები, დატოვოთ კომენტარები, თქვენი აზრი დღევანდელ პოდკასტზე ძალიან საინტერესოა. ბატონ ზურა, ეს იყო ერთგვარი რაღაც მოთელვითი პოდკასტი. ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად და სიღრმისეულად ჩავალთ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიის საკითხებში და თქვენ იმდენად მრავალმხრივ განვითარებული და იმდენი განმოცდილება გაქვთ და ისეთი ფასდაუდებელია მართლა და აუწონვადი, რომ ფიქრობ ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ღირებული იქნება თქვენთან საუბარი ჩვენი მაყურებლებისთვის. მეც იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებლები დღევანდელი საუბრიდანაც ცოტა რაღაცას მაინც დაიტოვებენ. და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, რითიც ვასრულებ ხოლმე ტრადიციულად ჩემს პოდკასტებს. ესეც რა თქმა უნდა ცალკე პოდკასტის თემაა, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ გითხრათ რა არის ბედნიერება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანები ვიყოთ ბედნიერები. შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მოკლედ რო გითხრათ. მოკლედ ძნელია, მაგრამ მოკლედ თუ გინდა მე დავიწყებ იმითი, რაც არის ტრადიციული ქრისტიანული სათნოება, ეს არის მცირედით დაკმაყოფილება და ღმერთის მადლიერება. აი თუ კი ეს გაქვს აი ეს არის პირველი ნაბიჯი და პირველი საფუძველი რომ უნდა იცოდე რამდენი რამე უშურველად გააჩუქა ღმერთმა და რამდენი უნარი რამდენი სიკეთე რა ბუნება ჩვენ კაცთა მოქცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერით ამას ხშირად და ხშირად ვამბობ მე რომ აი ეს სიცოცხლე რო გიიბოძა რომ ეს არის ისეთი უზარმაზარი, აუწონადი, შეუფასებელი, საჩუქარი, რომ ამასთან შედარებით ის რაღაცა წვრილმანი თუ მსხვილმანი უბედურება თუ სატანჯველი თუ ის რაც ხდება, რა ვქნათ, ჩვენ არა ვართ 64-ში და ვერც ვიქნებით 64-ში და ვერც მოვისვენებდით 64-ში. ისევე როგორც ბავშვი ვერ ხო? ეს და ასი აქ ოფლითა შენითა და აი ისევ ნებისყოფა და რაც ვისაუბრეთ, ხო, მაგრამ ამის ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს მადლიერება იმისა, რომ აი ეს რაც გიბოძა, ის რომ მე ახლა რო გავალ
და აყვავილებულ ხეს რო დავინახავ დღეს, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავი კი არ არის. აი იმის უნარი უნდა კონდეს, რომ მე რა რო იმას ხშირად ხედავ. ხშირად რო ხედავ, ამიტომ უარესია. ის ხო არის სასწაული, აი ის რომ ჩააგდებ მიწაში რაღაცა პატარა ამხელა კურკას და ამისგან გაიზრდება უზარმაზარი ხე, რომელიც გაზაფხულზე ხომ რაღაც საოცარია, ხო ეგ რო აყვავილდება და მე რამდენ ნაყოფს გაძლევს კიდევ. აი მარტო ეს ერთი რამე უკვე არის ისეთი საოცრება. და ამ ყველაფრისთვის ყოველდღიურად უნდა იყოს მადლიერი. და უკვე ეს არის საფუძველი, რომ შენ ამ ცხოვრებაში იცხოვრებ როგორც ბედნიერი ადამიანი. დიდი მადლობა და დიდი ხნით არ გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის.